სონი იმდენად დიდია, რომ ეს ნამდვილად არ არის უბრალო არჩევნები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს ირჩევ, ეს არის სომხეთის სახელმწიფო იქნება თუ არ იქნება. Შესაძლებელია თუ არა განვიხილოთ თქვათ რამე ძალისმიერი სცენარი. შიდა პოლიტიკურად ის პოპულარულია და ძალიან სწორნაბიჯებს დგამს. შეიძლება ომი გინდას ნარატივი მთლიანად გაქართულდეს. ჩვენ საქმე ქონდა რუსეთის სპეცოპერაციასთან, რომელიც მიზნად ეხავდა შიდა deep state-ის, რაც არის KGB-ს აგენტურის გამოყენებას. ჩამოიშალა რუსეთის და სომხეთის ამ რაღაც შეუყეველი პარტნიორობის მითი. ფაშინიანის გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებულია ამ მომენტისთვის. ფაშინიანს ბევრი საფრთხე შეიძლება დაემუქროს, მას შორის არა მარტო პოლიტიკური მარცხის, გადაუწყვეტელი ამუშავლის ნახევარზე მეტი ფაშინიანისკენ იხრება. ადგილობრივი ოლიგარქია, რომლის პარტიასაც Единая Россиასთან აქვს თანამშრომლობა. რამდენად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციური ალიანსი ყველაფერს ავდის. რუსეთი საკმაოდ ბევრ რამეზე წამსვლელი შეიძლება იყოს. მათ შორის პასუხი უნდა გაიცეს ამ მოკლე პერიოდში არჩევნებამდე იმ შესაძლო პროვოკაციებზე, რაც შეიძლება რუსეთმა მოაწყვეს. აქ ანტიევროპულ მდგენელში ყოველთვის არის ასევე რუსეთის ინტერესი სომხეთის წინააღმდეგ. გამარჯობა მეგობრებო, თქვენს მეთ გადაცემას აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში. დღეს ვისაუბრებთ ჩვენთვის ძალიან საინტერესო ამბებზე, კერძოდ ვისაუბრებთ სომხეთში არჩევნების თემაზე. არჩევნები გაიმართება 7 ივნისს და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გიორგი თუმასიანი, პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, გიორგი ღოლაძე, რეალპოლიტიკის ანალიტიკოსი და მალხაზ მიქელაძე, ციფრული დიპლომატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ჩემი ყოფილი კოლეგა, ყოფილი დიპლომატი. მალხაზი იყო მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და შენ კურირებდი მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთსაც. სომხეთის არჩევნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ნებისმიერი მეზობელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სომხეთი ყოფება რაღაც გზაგასაყარზე, ხო? ეს არჩევნები შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, ყოველ შემთხვევაში ამ დეკადაში შეიძლება ეს მნიშვნელოვანი არჩევნები სომხეთში აღარ იყოს. არის რამდენიმე ძლიერი კონკურენტი ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმების, აქედან ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი ვინც არის რუსი ოლიგარქი, სამუელ კარაპეტიანი და ასევე ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, თუმცა ასევე არიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც, რომელსაც აქვთ შანსი, რომ გადალახონ ბარიერი, რაც არის 5% არის პარტიებისთვის და 7% ალიანსისთვის. გიორგი, შენგან დავიწყებ, ან რას ფიქრობ, როგორ წარიმართება არჩევნები, ან შენი პროგნოზი რა იქნება და მომდევნო? მოგესალმებით. ამ მომენტისთვის, რასაც ვხედავთ და ბოლო კვლევები რასაც ადასტურებს, ასევე საზოგადოების აზრი კომუნიკაციის შედეგად შემიძლია პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე გითხრათ, რომ ფაშინიანის გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებულია ამ მომენტისთვის. საუბარი შეეხება რა პროცენტით გამარჯვება, რა სიძლიერით გამარჯვება. აშკარა არის ამავდროულად, რომ მეორე ბანაკს აქვს საკუთარი საკმაოდ კონკრეტული გეგმა, ეს არის რეალურად 2 ან 3 ძალის მეშვეობით, ეს არის ძლიერი სომხეთის კოალიცია რუსი ოლიგარქი სამუელ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ეს არის ასევე რობერტ ქოჩარიანის და დაშნაკ ცუცუნის ალიანსი სომხეთი და შესაძლოა ასევე გაგიკ წარუკიანი კიდევ ერთი ადგილობრივი ოლიგარქია, რომლის პარტიასაც Единая Россиასთან აქვს თანამშრომლობა და თან ბელარუსთან აქვს გარკვეული კავშირები და ამიტომ ფაშინიანი მას პრო-ბელარუსულ ოლიგარქად მოიხსენიებს. ამათი გეგმა არის ერთობლივად 50%-ზე მეტის დაგროვება, კოალიციის შეკრა და რეალურად რამდენიმე პროცენტით მაინც რომ ერთობლივ ჯამში გადაასწრონ ფაშინიანის შედეგს, ეს იქნებოდა რეალური მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა. ანუ იდეა უკავშირდება იმას, რომ ფაშინიანი კი გავა პირველ ადგილზე. მაგრამ შეიძლება მათი სურვილია რომ ვერ დააგროვოს საკმარისი ხმა რომ მარტო ჩამოაყალიბოს ხელისუფლება. არის რა თქმა უნდა პროდასავლური პარტიები, თუმცა საკმაოდ მცირე ზომის ამ პარტიებს შეეძლოთ გაერთიანება
და ერთიანი კოალიციის შექმნა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ როდესაც სომხეთში ბოლოს მიიღეს კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს კანონი იყო ინიცირებული კოალიციით, ევროკოალიცია, ასე დაარქვეს, სადაც შედიოდა ძალიან ბევრი პოლიტიკური და სამოქალაქო ფიგურა და ამ ევროკოალიციას შეეძლო, რომ პოლიტიკური სუბიექტიც გამხდარიყო, თუმცა ჩვენთვის უცხოეს არ არის პიროვნულმა ეგოებმა სხვადასხვა პარტიების პირადმა დღის წესრიგმა საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ ესეთი ალტერნატივა არ არის, რაც თლად ჯანსაღი არ არის, ანუ რეალურად პროდასავლურ ამომრჩეველს რჩება ძირითადად ფაშინიანის პარტია, რადგანაც ის დანარჩენი კიდევ უფრო გამოკვეთილი პროდასავლური პარტიები სავარაუდოდ ბარიერს ვერ გადალახავენ. დაახლოებით ასეთი არის მდგომარეობა ამ მომენტისთვის. კარგი, გაგო ცარუკიანსაც შეხება, გაგო ისევე როგორც ქოჩარიანი, წლები არიან სამხურ პოლიტიკაში რა. კარაპეტიანსაც შეხება, დღეს დაიჭირეს კარაპეტიანის პარტიის წევრი არტურ ავანესიანი. ხო? ერთი გეგმა შენ გეგმებზე საუბრობდი, შესაძლებელია თუ არა განვიხილოთ თქვათ რამე ძალისმიერი სცენარის გეგმა. ადრეც გვისაუბრია მე და შენ პირადად როცა საუბრობდით, რომ ფაშინიანს ბევრნაირი საფრთხე შეიძლება დაემუქროს, მათ შორის არა მარტო პოლიტიკური მარცხის, არამედ ყოფილა სომხეთის ისტორიაში მსგავსი შემთხვევები, ხო? პარლამენტში შევარდნა გვახსოვს კიდე 2000 წელს იყო ვეღარ ვახსენებ. ამაზე სტუდია. რამდენად მოსაოდნელია რომ ოპოზიციური ალიანსი ყველაფერს წავიდეს? ნიშნულოვანი კითხვაა ეს, რა თქმა უნდა, უკვე გეოპოლიტიკურ კონტურში ჯდება. აშკარად ხედავთ, რომ ეს არჩევნები გარკვეულწილად რეგიონში არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ავტორიტარული ძალების დამკვიდრების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ჩვენ ხედავთ იქ მკვეთრ გეოპოლიტიკურ განსხვავებებს შიგნითაც, მათ შორის სამվել კარაპეტიანი, რობერტ ქოჩარიანი საუბრობენ იმაზე, რომ ტრიპის პროექტი უნდა შეიცვალოს და იქ აუცილებლად უნდა რუსეთი, ჩინეთი და ირანი იყოს სხვადასხვა ფორმით ჩართული. შესაბამისად, რუსეთის დღის წესრიგი ბუნებრივია რეგიონში, მაშინ როდესაც პოსტსაბჭოთა ამ სივრცეში ცენტრალური აზია პანთურქული პროექტის ფარგლებში, ხო, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფარგლებში კიდევ უფრო უახლოვდება თურქეთს, საქართველოს რუსეთის გავლენის სივრცედ ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში, მათთვის სომხეთის კონტროლის ქვეშ აღება პოლიტიკურად რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმისთვის, რომ შეეკრად ერთი მხრივ კონტროლი აი ამ თურქულ ინტეგრაციაზე, ტრიპზე, ჩინეთზე, ჩინეთისთვის ტრანზიტი, ცენტრალურ აზიაზე გასასვლელი, რაც EU Global Gateway პროგრამა არის ან ტრიპის კორიდორი, შესაბამისად, რუსეთი საკმაოდ ბევრ რამეზე წამსვლელი შეიძლება იყოს. მათ შორის ვფიქრობ, რომ გიუმრიში პრორუსი მერის დაკავება და მათ შორის გიუმრის ესე იგი ეპარქიის ხელმძღვანელის დაკავება ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რადგან გიუმრიში აშკარად იკვეთებოდა გარკვეულწილად საზრუსული ბაზა. გამოკვეთილი გარკვეული ნარატივების მომზადება და შესაბამისად გარკვეული რისკები ამ მიმართულებით იყო და ჯერ კიდევ არის. ანუ რუსული ბაზა, რუსული FSB არის hard security პრობლემა, ასე ვთქვათ, ხო, მყარი რეალური on the ground პრობლემა იქ. არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, გარკვეული მასშტაბური პროვოკაციები რუსეთის მხრიდან. სწორედ ამ კონტექსტში ევროკავშირის მისია, რომელიც ახალი ჩამოყალიბდა 2 წლიანი მანდატით, რომელიც განსხვავდება სადამკვირვებლო მისიისგან, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა უკეთ გაიგონ ეს რისკები. მაგრამ მეცაც გეტყვით, რომ სომხეთი მათ შორის ნამდვილად ემზადება პოტენციური ნებისმიერი სცენარისთვის და ფაშინიანს თავადაც ეცმის კარგად და მის გუნდს, რომ არსებობს პირადი საფრთხეებიც 27 ოქტომბრის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ახსენე. შესაბამისად კი აქ ფსონი რეალურად სრულიად სხვა მასშტაბის არის, ეს არის ფსონი სახელმწიფოებრიობასა და იმას, რაც გვთავაზობენ პარალელურად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, ესაც აუცილებლად უნდა ითქვას. ერთი არის რობერტ ქოჩარიანი, რომელმაც თქვა, რომ ტრიპის ნაცვლად აგერ საქართველოს შეთანხმებული არის ყველაფერი მოსკოვთან და აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, ისე თქვა, რომ აშკარად მეტი იცის ვიდრე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა და მეორე მხრივ ეს არის მათ შორის ყარაბახის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც
გარეგინ მეორესთან ან ქართულ საზოგადოება ეგრე იცნობს, მაგრამ სომხეთში მას კტრიჩნერს ისიანად ამ სახელი გვარით მოიხსენიებენ. ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სომხეთი მარტო სუვერენული სახელმწიფო ვერ იქნება და უნდა გახდეს აუცილებლად სამოკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი, ანუ რუსეთის და ბელარუსის გაერთიანების ფარგლებში. ასე რომ გეოპოლიტიკური მდგენელი აშკარაა, იდეა რუსეთის არის, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში პრორუსულ რეჟიმთან ერთად შეკრან პრაქტიკულად და დაასრულონ კავკასიაში დემოკრატიული პროცესები. ამიტომ ფსონი იმდენად დიდია, რომ ეს ნამდვილად არ არის უბრალო არჩევნები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს ირჩევ, ეს არის სომხეთის სახელმწიფო იქნება თუ არ იქნება. კი ბატონო, გიორგი მალხას, თქვენ რას ფიქრობთ არჩევნებთან და მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, თუმცა მე მაინც ფიქრობ, ეს არის ყველაზე რთული არჩევნები, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის კარიერაში ყოფილა. ჩემი აზრით 2021 წლის არჩევნები ბევრად რთული იყო იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ახალი იყო 24 დღიანი ომის უმძიმესი წამლა სომეხი ერისთვის. ეს იყო არა მხოლოდ ომში დამარცხება, არამედ ეს იყო ცნობიერების ჩამოშლა, იმიტომ რომ მანამდე სომხეთი და სომხეთის მოსახლეობა თვლიდა, რომ სომხეთი იყო ერთგვარი კავკასიის ისრაელი, რომელსაც ყავდა ყველაზე ძლიერი არმია, რომელსაც ყავდა რუსეთის სახით ძალიან ძლიერი მოკავშირე და ამ გზით ამ ტიპის დამარცხებას ისინი არ ელოდნენ, რასაც მოჰყვა მაშინ ჯერ არასრულად ყარაბაღის უდიდესი ნაწილის დაბრუნება აზერბაიჯანის მიერ და გვახსოვს მაშინდელი მოვლენები, როდესაც მალევე დაინიშნა ახალი არჩევნები ხუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ და რობერტ ქოჩარიანი მაშინ სწორედ დაბრუნდა როგორც მთავარი ოპონენტი ნიკოლ ფაშინიანის და მაშინ რაც დავინახეთ იყო ის, რომ ერთის მხრივ ბრაზიკი ძალიან დიდი იყო მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ხალხმა ამ მარცხზე პასუხისმგებლობა ფაშინიანს არ დააკისრა. მაინც ძველ ელიტას დააკისრა, იქიდან გამომდინარე, რომ კორუფცია შეიარაღებულ ძალებში და ქვეყნის იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც მაშინ იყო ქვეყანა, რამაც საბოლოოდ ომში მარცხი გამოიწვია, უფრო იმ ძველ ელიტას დაბრალდა. მეორე და მთავარი რაც მოხდა მაშინ იყო ის, რომ ჩამოიშალა რუსეთის და სომხეთის ამ რაღაც შეუყეველი პარტნიორობის მითი, ხო? არა მხოლოდ მაშინ, მერე მოხდა უკვე, როდესაც აზერბაიჯანი შევიდა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და იქაც ოდეკბ-ს ის მუხლი არ ჩაერთო, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართულიყო. მერე იყო 2023 წელი, როდესაც ყარაბაღში მდგომარეობა რუსმა სამშვიდობოებმა არაფერი გააკეთეს და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ეს სამშვიდობოები ყარაბაღიდან თავიანთ ვადის გასვლამდე უფრო ადრე გავიდნენ, იმიტომ რომ კონფლიქტი ამოიწურა და იქ სამშვიდობოების ყოფნას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მას შემდეგ რაც შეიცვალა ალბათ არის ის, რომ თუ 21 წლის არჩევნების მთავარი თემა იყო ყარაბაღი და ეს მაინც ერთის მხრივ კი ყარაბაღის წამლა იყო თემა, მაგრამ მეორე მხრივ იყო მაინც ძველი რეჟიმის დაპირისპირება, ჯერ კიდე მაინც ახალმოსულ რევოლუციურ ხელისუფლებასთან და საბოლოო ჯამში ხალხი დადგა მაშინ არჩევანის წინაშე, აი ქოჩარიანის დაბრუნება გვინდა თუ ეს ხელისუფლება, რომელიც შეიძლება ახლა ძალიან კარგი არა ეს, მაგრამ რაღაცებს სწორად აკეთებს. ეხლა სხვა ვითარება, ხო, იმის მერე დიდი ძო გავიდა და დღეს ბევრად მეტი პოზიტიური დღესდღეობის სიამაყის საშუალება აქვს ნიკოლ ფაშინიანს. მთავარი ალბათ არის ის ეკონომიკური აღმასვლა, რომელიც ამ წლებში სომხეთს ჰქონდა, რაც დაკავშირებულია უკრაინა-რუსეთის ომთან, რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციასთან მსოფლიოსგან. ვიცით, რომ სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი და სომხეთმა ძალიან ისარგებლა ამით პარალელური იმპორტის თუ სხვა გზებით რუსეთისა და სომხეთის სავაჭრო ბრუნვა არის ასტრონომიულად გაზრდილი, რამაც ძალიან პოზიტიურად იმოქმედა სომხეთის ეკონომიკაზე, ასევე იყო ძალიან დიდი რაოდენობა ეგრეთ წოდებული რუსი რელოკანტების, რომლებმაც განავითარეს ერევანის და სხვა ქალაქების და ძალიან პოზიტიური როლი ითამაშეს და რა თქმა უნდა ამ ეკონომიკის უზარმაზარ ზრდას მოჰყვება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაც. საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა კი იმაში აისახა, რომ გაიზარდა სოციალური პროგრამები, პენსიები. წელს ნაწილობრივ პირველად დაიწყო არასაყოველთაო, მაგრამ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც რაღაც ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვა გახდება. ასევე ფაშინიანმა შეამცირა სავალდებულო სამსახურის ვადა ჯარში, რაც ძალიან პოპულარული გადაწყვეტილება 6 თვით შეამცირა. და მოკლედ შიდა პოლიტიკურად ის პოპულარულია და ძალიან სწორნაბიჯებს დგამს. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება,
ერთის მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ სომხეთის საერთაშორისო პროფილი იზრდება, იმიტომ რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება ლამის ერთადერთი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის და პრინციპში არასდროს სომხეთი დონალდ ტრამპი არ დაგეთანხმებოდა? მე ესე ვფიქრობ და სომხეთი იქცა ეპიცენტრში, ხო, საერთაშორისო მედიის მოექცა, ხშირად ისინი მონაწილეობენ ის და ალიევი მშვიდობის საბჭოს შეხვედრებში და ასე შემდეგ, თუმცა ცალსახა რა თქმა უნდა არ არის სომხური საზოგადოების ხედვა ამ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და პრინციპში ოპოზიციის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზიც ეგ არის, რომ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება კი არ გავაფორმეთ, კაპიტულაცია მოვახდინეთ აზერბაიჯანთან და ისინი აპელირებენ, რომ ეს შეთანხმება მაგალითად ამოიცავს 120,000 ლტოვილის დაბრუნების უფლებას ყარაბაღში, არცახში და ასე შემდეგ, ხო? აქ ჩვენ როგორც ნეიტრალურ მაყურებელს გვიჩნდება კითხვა, რომ ორი წაგებული ომის მერე როგორ გინდა რომ შენ გასაზღვრო ეგეთი შეთანხმების პირობები, ეს კითხვაც უნდა დაისვას ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი სერიოზული კრიტიკის ხაზი არის ეს და მეორე არის ის, რომ ჩვენ ზედმეტად სუსტები ვართ და ფაშინიანმა გაგვიფუჭა ურთიერთობა რუსეთთან და პარტნიორების გარეშე კაპიტულაცია მოვახდინეთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხო? ამაზე პასუხის ერთ-ერთი გზა, რაც არის ამ ხელისუფლებისთვის, არის არმიის გაძლიერება და ამ მიმართულებით ჩვენ მართლაც შთამბეჭდავი ნაბიჯები ვნახეთ, განსაკუთრებით ინდოეთთან სამხედრო პარტნიორობის გზით. ახლა ბოლოს გამოაქვეყნა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კადრები ინდოეთისგან შესყიდული ტექნიკის და უახლოეს მომავალში ერევანში არის სამხედრო აღლუმი დაგეგმილი და ამ ყველაფრის მიზანი წინასაარჩევნოდ არის ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ იცით რა ჩვენ კაპიტულაცია კი არ მოგვიხდენია, ჩვენ ვდგავართ მშვიდობის გზაზე, მაგრამ თან არმიასაც ვაძლიერებთ, რომ თუ საჭირო გახდა ქვეყანა დავიცვათ. და ალბათ აქ ფუნდამენტური არის ამ ეგრეთ წოდებული ტრამპის გზის ტრიპის საკითხი, რომელმაც სომხეთის ტერიტორიაზე სიუნიქის რეგიონში უნდა გაიაროს, რომელმაც უნდა დააკავშიროს აზერბაიჯანი ნახიჩევანთან, მის ექსკლავთან და მერე უკვე ყარსთან და ყარსიდან უკვე ეს ტვირთები წავა თურქეთის გავლით ან დასავლეთისკენ ან სხვა მიმართულებით და ეს პროექტი სომხურ ოპოზიციაში და იმ ნაწილში, ვინც ფაშინიანის მოწინააღმდეგეა, არის ერთგვარად აღქმული ახალი აზერბაიჯანული ინტერვენციის პრეტექსტად, უბრალოდ შესაძლო პრეტექსტად, ხო? იმიტომ რომ მოიხსენებათ აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდა ხშირად მთელ სომხეთს ყოფილ აზერბაიჯანის ტერიტორიად ახსენებს და სიუნიკის რეგიონზეც პრინციპში 1920-21 იყო იქ ომი მაშინ და იქაო საბოლოოდ ბრძოლით შეინარჩუნეს სომხებმა მაშინ ეს რეგიონი. აქედან გამომდინარე ეს კითხვები არის, თუმცა ჩემი აზრით თუ ამ ყველაფრის განხორციელება მოხერხდა და აქ უმნიშვნელოვანესი იყო მართლა ამერიკის როლი, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე არავის არ უთმობს სომხეთი, ამერიკული კომპანია განახორციელებს ამ ტრანზიტს, ამ ყველა ის დეზინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, სანამ ხელი მოეწერებოდა, ყველაფერზე პასუხი გაეცა ამ შეთანხმებით, რომ სომხეთი არც ერთ კვადრატულ მეტრ მიწას არ აძლევს არავის ამ პროექტის გახსნით. და მე ალბათ წლები დასჭირდება ამ გზის მშენებლ პრინციპში აზერბაიჯანი როგორც აცხადებს თავის მხარეს უკვე 70 და 80% უკვე დასრულებული აქვს, მაგრამ სომხეთის ტერიტორიაზე რთული რელიეფია იქ და ასე შემდეგ წლები დასჭირდება ამის გახსნას, მაგრამ თუ ამან ფუნქციონირება დაიწყო, ამისთვის პირველ რიგში ფაშინიანმა უნდა გაიმარჯვოს, კონსტიტუცია უნდა შეცვალოს და ნორმალიზება მოხდეს და მერე ხალხი როცა დაინახავს მოკლედ ამის ეკონომიკურ ეფექტს, მერე უფრო შეიცვლება ეს ნეგატიური განწყობა, რომელიც არის. მოკლედ რომ თქვა, აი ბევრი სტრუქტურული ფაქტორია, რომლითაც ნიკოლ ფაშინიანს აქვს ძალიან დიდი უპირატესობები. ოპოზიციაზე ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ იმათ თავის პრობლემები აქვთ კიდე და ფრაგმენტირებულია ოპოზიცია, რობერტ ქოჩარიანის აქვს უზარმაზარი ნეგატიური რეიტინგი და მისი ყოველი გამოჩენა ყველგან არის საჩუქარი ფაშინიანის ხელისუფლებისთვის და სხვათა შორის 21 წელს, როდესაც მას ჰქონდა უზარმაზარი რეაქცია ერევანში არჩევნების წინ, ერთგვარი მამობილიზებელი ეფექტი იმუშავა ამან პაშინიანის მხარდამჭერებისთვის, რომ გამოსულიყვნენ და მისთვის დაეჭირათ მხარი, მაშინ კიდე არ ელოდა ხალხი, რომ ხელმხარდაჭერა ექნებოდა მას და ეხლა ვხედავთ ამ ოპოზიციას, რომელიც ფრაგმენტირებულია, კარაპეტიანზე ვიტყვი იმას, რომ მას არამხოლოდ დიდი ფინანსური რესურსი აქვს და
მოშე კრუქვარტი ყავს კონსულტანტად ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქართული და ისრაელური პოლიტიკისთვის და თუ ნახავთ სოციალურ ქსელებში მათ რეკლამებს გაგახსენდებათ 2018 წლის ქართული ოცნების კამპანია ესთეტიკა ძალიან მსგავსია. უბრალოდ ეხა AI-ის დაამატეს კიდე რაღაც AI ვიდეოებია ფაშინიანი საფულიდან უღებს მოხუც პენსიის ფულს და ასე შემდეგ ესეთი პროპაგანდა მიდის. მოკლედ ამ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ეს, რომ მაინც ფრაგმენტირებულია ერთმანეთთან არ აქვს კოორდინაცია და ვიცით ეს ხანგრძლივი დაპირისპირება რაც არსებობს რობერტ ქოჩარიანსა და მის მემკვიდრე სერჟ სარქისიანს შორის დღემდე ეს აქტუალობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ სარქისიანის პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში და ისინი პრაქტიკულად ხარს უჭერენ სამუელ კარაპეტიანის პარტიას და არიან კიდე სხვა პარტიებიც. მოკლედ ოპოზიციის პრობლემა არის რამდენიმე. ერთი რომ მათ არ აქვთ ალტერნატიული ნარატივი მეტა ნარატივი, რომ კაი არ გვინდა ეს სამშვიდობო შეთანხმება, რა გვინდა მაშინ. ისინი ამბობენ, რომ აი ამან რუსეთთან გაგვიფუჭა ურთიერთობა და ამის გამო მოხდა ყველაფერი, მაგრამ ხალხს ამის არ სჭირდა. მეორე არის ის, რომ მათ არ ყავთ ძლიერი პრემიერობის კანდიდატი. არავინ არ იღქვამს სერიოზულად ნარეკ კარაპეტიანს, რომელიც არის ძმისშვილი სამუელ კარაპეტიანის და უბრალოდ არის მდიდარი კაცის ძმისშვილი და არანაირი პოლიტიკური წონა მას არ გააჩნია და ავტორიტეტი. არის რობერტ ქოჩარიანი, რომელიც როგორც გითხარით, ეზიზღება მოსახლეობის უმრავლესობას და სხვები კიდე წარუკიანი უფრო ოდიოზური, მოკლედ ლიდერის პრობლემაა, ნარატივის პრობლემაა და პრობლემაა ის, რომ ისინი უპირისპირდებიან ძლიერ მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც ხელს უწყობს ერთის მხრივ დიპლომატიური წარმატებები და მეორე ეკონომიკური. კი ბატონო. ახლა შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა რომ ესეთი საინტერესო დისკუსიის ნაწილი საშუალება მომეცა რომ ნაწილი გამხდარიყავი. გავიზიარებ ნაწილობრივ აქ გამოთქმულ იდეებს, პირველ რიგში ეს 7 ივნის ბიულეტენში ეწერება გვარი და სახელი, მაგრამ რეალურად მოსახლეობამ, საზოგადოებამ სომხეთის უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი, როგორ ხედავს იგი სახელმწიფოებრიობას, მომავალში როგორ უნდა განვითარდეს. მთლიანად ქვეყანა ეს არ არის მხოლოდ მარტივი არჩევანი რუსეთი თუ ანტირუსული, აქ უფრო რა ახალ არქიტექტურას ხედავს სომხეთის საზოგადოება, რომელიც მას მიიყვანს წარმატების მიმართულებით და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს მთლიანად უსაფრთხოების არქიტექტურა. ბუნებრივია აქ ხედავთ ტენდენციებს მრავალვექტორული პოლიტიკის ნახსენები იყო ინდოეთი, რამდენად ხანგრძლივი თანამშრომლობა შეიძლება იყოს ინდოეთთან სამხედრო ურთიერთობებში, ამას მომავალი გვიჩვენებს, ყოველ შემთხვევაში დღეს ეს მიმართულება შეჩერებულია, მაგრამ ძირითადი აქცენტი კეთდება დასავლური ევროპული ინსტიტუციონალიზაციასთან ურთიერთკავშირში, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის, ისევე როგორც ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებისთვის. მოკლედ რო ვთქვათ, ტიპზე ძალიან დიდი იმედებია, აქ ძირითადი მომენტი არის, რომ ეკონომიკურად სომხეთი თუ იქნება მომგებიანი ყველა მეზობლისათვის, ეს იქნება მართველი გუნდისთვის მთავარი გარანტია, რომ იქნება უსაფრთხოება ქვეყანაში. სწორედ აი ამ არჩევანს აკეთებს საზოგადოება და ძალზე საინტერესო იქნება, როგორი გადაწყვეტილება მოყვება ამას. აქვე დავამატებდი, ბუნებრივია, რომ რუსეთი თლათ ესეთ ოპტიმიზმს არ გავიზიარებ ჩემი კოლეგების პირველ რიგში, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პროცენტი არის ჯერ გაურკვეველი მოსახლეობის გაურკვეველი ნაწილი, დაახლოებით სხვადასხვა შეფასებებით 30%-მდე არის. მეორე რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი არის აქ აქტიური ქმედება, თავად ფაშინიან პუტინის შეხვედრის შემდეგ რეაგირება მოახდინა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოვერჩუკმა, ალექსეი ოვერჩუკმა. საინტერესო იყო, რომ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ კომპონენტზე, სომხეთის წევრობაზე ევრაზიოსის კავშირში. თვითონ რუსეთის ვითარება საკმაოდ დაძაბული არის და ამდენად ძალისხმევა ერევანში არჩევნების ჩარევაში საკმაოდ ძლიერი იქნება, მე ამას დარწმუნებით შეგვიძლია თქვა, თუნდაც იმიტომ რომ ვხედავთ, რომ ეს ანდეს რეაგირება ერთგვარად ტექნოკრატს და არა ძალოვან სტრუქტურების წარმომადგენლებს, რაც ერთგვარი რბილი ძალის ინსტრუმენტის გაძლიერება არის. თვითონ
რუსეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე სახეზეა ტექნოკრატებისა და ძალოვნების ერთგვარი დაპირისპირება და ესეც ფაქტი არის აქ ტექნოკრატებმა საკმაოდ დიდი წაგებები მოახდინეს განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში, როდესაც რუსეთი ღიად უჭერდა არჩევნებს რუმინეთში, ჩართული იყო მოლდოვის სეგმენტში, ბოლო წაგება უნგრეთში ეგრეთ გამოწვევა იყო კიდევ ახალი შესაბამისად დღესაც თუ სომხეთშიც დაიკარგა რუსული გავლენა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ამ ტექნოკრატიულ კასტაზე, რომელიც რუსეთში დღეს სწორედ აი ამ მიმართულებას აკონტროლებს. ნახოთ, ფაქტია, რომ საკმაოდ ნეგატიური შეფასებები აქვს რუსეთის ხელისუფლებას სომხეთში ევროკავშირის მისიის ჩართვით. იგივე სულ რამდენიმე დღის წინ ზახაროვას პრესბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის მისია ამოწმებს ერთგვარად წინასაარჩევნო კამპანიებს ფულადი ნაკადების მოძრაობას ქვეყნის მასშტაბით. ეს მეტყველებს იმაზე, რუსეთის სერიოზულად განიცდის ამ მომენტს და ბუნებრივია გარკვეული ნაბიჯები დაგეგმილი იქნება. ამდენად მხოლოდ ლობისტებზე არ არის ალბათ დამოკიდებული ოპოზიციური სპექტრის მომავალი. მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი არის მთელი რეგიონისთვის ჩემი აზრით, ვინაიდან ეს არის ცდელობა ქვეყნის გადავიდეს ახალ რელსებზე, უფრო ცივილიზებულზე, დემოკრატიულზე, თუ ეს მოხდა მშვიდობიანად და მე ამის დიდი იმედი მაქვს, ბუნებრივია ეს მაჩვენებელი იქნება არა მარტო სომხეთისთვის, არამედ თუნდაც ჩვენი ქვეყნისათვის, როდესაც შეიძლება ომი გინდას ნარატივი მთლიანად გაქარწყლდეს. კი ბატონო, მადლობა. ეხლა მინდა ყარაბაღის თემაზე ვისაუბროთ. ხანი ყარაბაღის თემა პირადად ჩემი აღქმით ყარაბაღის მძევალი იყო სომხეთი პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. ანუ ომი მოიგეს, რაზეა საუბარი, მაგრამ იმდენად მიბმული იყო ყარაბაღის თემა სომხეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკასთან, იმიტომ რომ ყარაბაღის ომის მოგების პირველ ომზე ბუნებრივია, მოგების პირველივე დღიდან სომხეთი გახდა რუსეთზე მიბმული. იქნებოდა ეს პუტინის რუსეთი თუ ვისი რუსეთი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. და ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი, ანუ ჯერ რამდენად ეთანხმებით ამას თუ არ ეთანხმებით, ანუ ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს და მეორე, რამდენად დიდი გავლენა ექნება ყარაბაღის ომში, ან ბოლო ორ ომს ამ არჩევნებზე, გიორგი, შენც ილაპარაკე მცირედ ამ ყარაბაღის თემაზე, ან თქვენი რა გავლენას მოახდენს ყარაბაღი არჩევნებზე? გიორგი, შენგან დავიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და აქ ვერ დაგეთანხმები. კი ბატონო. და საკმაოდ მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ აი ახსნა რას გულისხმობს. კი. როდესაც სომხეთმა მოიგო ყარაბაღის პირველი ომი, ანუ სომხურმა საზოგადოებამ ყარაბაღის სომხებმა გაიროს რეზოლუციაში, ასე ან ახსენები სომხეთის მხარდაჭერით. სომხეთში ჩამოყალიბდა იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ ხო აზერბაიჯანის სრულიად სხვა რელსებზე არანაირი ნავთობი და გაზი არ არის, როგორც ფაქტორი რეალურად. შესაბამისად, რეგიონში მართლაც სომხეთს ამის შედეგად სერიოზულად გაძლიერდა გეოპოლიტიკური როლი, ეხლა რომ აზერბაიჯანს გაძლიერდა. და ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი სუვერენული პოლიტიკისკენ იყო მიდრეკილი და ამის განსახიერება იყო ვაზგენ სარქსიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ეროვნული გმირი, რომელმაც პრაქტიკულად ერთ-ერთმა, რაც ხადია მარტო არა, მაგრამ ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ომში გამარჯვების კონტექსტში. და შესაბამისად, სომხეთი ძალიან სუვერენული სახელმწიფო გახდა იმ მომენტში, ბევრ საკუთარ გადაწყვეტილებაში და იმ სომხეთის გათვალისწინებით წარსულის, ასე ვთქვათ, ოღონდ 100 წლეულების წარსულის არჩევანი იყო რუსული ბაზების, რომელიც არსებობდა დატოვება, რაც ლოგიკური ეჩვენებოდა იმ მომენტისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალთა ბალანსის კონტექსტში თურქეთის ამბავთან, ანუ რუსეთი ჯერ კიდევ აქ იყო ერთპიროვნული დომინანტი, ახლა არის, როდესაც პირობითად ევროკავშირი, ამერიკა, თურქეთი თუნდაც ხო, უფრო აქტიურობენ ამ სივრცეში. ასე რომ იგივე ვაზგენ სარქსიანის ფიგურა, რომელიც იყო ალტერნატიული რობერტ ქოჩარიანის ფიგურის, რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქსიანი არიან ყარაბაღიდან და არიან რობერტ ქოჩარიანი კგბ-ში მუშაობდა
კი, ყარაბაღის პარტია არის ასე ვთქვათ. კი ბატონო, მაგრამ KGB-ში მუშაობდა და საერთოდ მოსკოვში აქვს განათლება მიღებული ქოჩარიანს და ხშირად ამბობენ რომ პუტინთან ერთად მათ შორის. ანუ ჩვენ საუბრობთ KGB-ს თანამშრომლებზე და მეორე მხრივ საუბრობთ სომხური ნაციონალიზმით მათ შორის ეროვნული იდეებით იმ მომენტისთვის ამ ეროვნულ ტალღაზე გამარჯვების შედეგად ჩამოყალიბებულ ხელისუფლებაზე, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა დაგეგმა სახელმწიფო გადატრიალება 1999 წლის 27 ოქტომბერს დაშნაკ ცუცუნთან კავშირში მყოფი და დაშნაკ ცუცუნი არის KGB-ს კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია განახორციელეს ტერორისტული აქტი სომხეთის პარლამენტში, რადროსაც მოკლეს ვაზგენ სარქსიანი და სხვა პრაქტიკულად და კარენ დემირჩიანი, რომელიც საბჭოთა მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ საკმაოდ ეროვნულად და სტაბილურად აზროვნებდა, ანუ რაც გულისხმობ, აბალანსებდა თანამედროვე დამოუკიდებლობას და საბჭოთა გამოცდილებას, აი ჰეიდარ ალიევს რაც და დემირჩიანს გაუყალბეს არჩევნები, ესე ვთქვათ. კი ბატონო. და შესაბამისად მოკლეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოდის ქოჩარიანი და ქოჩარიანი სომხეთს რუსეთის გუბერნიად გადააქცია ქოჩარიანმა სომხეთი. საკუთარი გეოპოლიტიკური როლითაც, ეკონომიკური როლითაც 18 მილიონ დოლარად სომხეთის მთელი პრაქტიკულად სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს. და ანუ სომხეთი თუ აქამდე იყო დამოუკიდებელი მოთამაშე და ვაზგენ სარქსიანი ეს ძალიან საინტერესოა. ის ცდილობდა რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მაგრამ სუვერენული სომხეთის წინაპირობით. რუსეთმა ეს არ მიიღო და ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ, რომ რუსეთმა დაგეგმა დამოუკიდებელი სომხეთის და ეს არის 1999 წელი, ანუ ყარაბაღის ომის შემდეგ, დიდი ხნის შემდეგ პრაქტიკულად. აი სუვერენული სომხეთის კონცეფცია მოკლა და იქედან 20 წელი სომხეთს მართავდა პრორუსული ხელისუფლება. შესაბამისად, თავად ყარაბაღის ომი არ გახდა პრობლემა. პირიქით, ბევრი ხედავდა ყარაბაღის ომში გამარჯვებას, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას ძლიერ საფუძველზე, მაგრამ რუსეთმა ეს არ დაუშვა. ხო, მაგრამ უყურე, რა შეასაქმე ყარაბაღის მოგვარების გარეშე, ანუ შეუძლებელია მშვიდობაზე საუბარი კავკასიის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თუ მშვიდობა არ არის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, ხო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეხლა გაცილებით უფრო ჩანს ამ მშვიდობის პერსპექტივა, ვიდრე, თქვათ, იმ პირობებში ჩანდა, აი ამის თქმა მინდა. ხო, აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საკითხი, რომ თავის დროზე ყარაბაღის ომის დასრულება რეალურად ასევე რუსეთის მიერ იყო გარკვეულწილად ხარდაჭერილი იმ ომი ინსპირირებულიც იყო დარწმუნებული იყავი რუსების მიერ. როგორ კი ბატონო, მაგრამ როგორ დასრულდა ეს ომი? ესეც იყო რუსული ნარატივი ბიშკეკის შეთანხმებით პროტოკოლით, იმიტომ რომ დასრულდა შეთანხმების გარეშე. ომი დასრულდა, მაგრამ კონფლიქტი დარჩა. და შესაბამისად, იქედან იყო თეორიულად ორი სცენარი. ერთი სცენარი იყო, რაც სომხეთს თავის დროზე ვაზგენ სარქსიანს რა ხედვაც ჰქონდა და საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ სომხეთი იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ შეიარაღებული ძალები დაიცვას ყარაბაღი. ანუ ესეთი ხედვა იყო იმ მომენტში, რომელიც აქედან რომ ვუყოთ, ლოგიკურად შეიძლება იკვეთებოდეს. რა გააკეთა რუსეთმა და მისმა აგენტურამ ვაზგენ სარქსიანის პირდაპირ ლიკვიდაციის შემდეგ? სომხეთის ნებისმიერი პოტენციალი, ეკონომიკური ჯარის შესაძლებლობები ასე შემდეგ იმდენად დამოკიდებული გახადა რუსეთზე, მერე ქოჩარიანმა საერთოდ მოლაპარაკებების მაგიდიდან მოხსნა ყარაბაღი და დატოვა მარტო სომხეთი და კონფლიქტი გადაიქცა არა სამმხრივ რაღაც განზომილებიდან, გადაიქცა მხოლოდ ორმხრივ პრიზმაში. შესაბამისად, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სხვა გამოსავალი თეორიული, ანუ ფაშინიანის რეალობა უკვე უკავშირდება იმას, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის შესაძლებლობები რადიკალურად სხვა არის. შესაბამისად, სომხური საზოგადოებისთვის მათ შორის დღეს ყარაბაღის აი ასეთი, იმიტომ რომ თეორიულად სხვა გადაწყვეტა შეიძლება ქონოდა ომს და კონფლიქტის დასრულებას. ნამდვილად ერთადერთი გამოსავალი არ იყო ეთნიკური სომხური იქედან კომპონენტის სრულად იქედან გამოსვლა და თეორიულად ჩვენ როცა ვამბობთ კონფლიქტი შეიძლება კონფლიქტი დასრულდა, მაგრამ რაღაც სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი და ასე შემდეგ, მაგრამ შინაარსობრივად
ვერ ვიტყვით რომ აქ გარკვეული შეთანხმება მოხდა. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთმა მხარემ ყველაფერი წაიღო, მეორე მხარემ არაფერი. რაც თავიდანვე იყო, როდესაც სომხეთმა გაიმარჯვა პირველ ომში და სარკისებრად შემოტრიალდა სიტუაცია, მოდი ესე ვთქვათ რა. ანუ და აქედან აი მთავარი ეს პროგნოზირებადი იყო. ამაზე ლევონ ტერპეტროსიანი 90-იან წლებშიც წერდა, რომ თუ ჩვენ რაღაც გამოსავალს არ ვიპოვით, მაშინ ის პირველ რიგში მასაუბრდა ეს დიასპორიდან ამხელა თანხებს ჩვენ ვეღარ მივიღებთ, ჩვენი ეკონომიკა ამ იზოლაციას ვერ გაუძლებს. აზერბაიჯანი რესურსებით, მოსახლეობით ყველაფერს ჩვენზე დიდია და დადგებაძო, როდესაც ეს მოხდება და მე მოხდა მართლა. მანდ არის ერთი ნიუანსი, ანუ ლევონ ტერპეტროსიანს ეგ ნათქვამი ვერ ვიტყვით რომ წინასწარ მეწყვილობ სტატია გამოაქვეყნა მე მგონი ხო? კი ბატონო, კი, მაგრამ იდეა ის არის რომ როდესაც ლევონ ტერპეტროსიანმა ეგ თქვა ვაზგენ სარქსიანმა თქვა რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ ძლიერი სომხეთის ჩამოყალიბების გზით. და თავაზობდა მოსახლეობას რომ პირობითად იქ იყო ეკონომიკის განვითარება, ჯარის აქტიური განვითარება, არ დაშვება აზერბაიჯანთან ჩამორჩენის. ანუ ეს იყო ხედვა ახლა საჯარო ასე არის ცნობილი და ამავდროულად იყო რომ რეპატრიაცია დიასპორის, ანუ კონცეფტი იყო რომ გაძლიერების ხარჯზე უნდა ეს ბალანსი რომელიც მართლაც არსებობდა მოსახლეობაში და მოსალოდნელი იყო რომ აზერბაიჯანი გაძლიერდება, ბალანსი შენარჩუნებული იყო. შესაბამისად, სომხური საზოგადოება დღეს ვაზგენ სარქსიანს გმირად მიიჩნევს. მის ხედვას მათ შორის მიიჩნევს, რომ ეს იყო გაცილებით უფრო ეროვნული ხედვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო როდესაც უყურებს ქოჩარიანს და სარქსიანს და აქედან გამომდინარეობს მათ სამი დამოკიდებულება, დაინახეს რომ რაც ლევონ ტერპეტროსიანმა თქვა, ეს გარდაუვალი კი არ იყო, უბრალოდ ქოჩარიანმა და სარქსიანმა საკუთარი პირადი კორუფციული და რუსეთის ინტერესების მსახურების ფარგლებში სომხეთი მართლაც მიიყვანეს იმ ვითარებამდე, როდესაც პრაქტიკულად სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. თავად სომხური სახელმწიფო, ანუ ყარაბაღის კონფლიქტი გვერდზე გადავდოთ. სომხეთის სახელმწიფოებრიობა გააუქმეს პრაქტიკულად. ანუ შეჭამეს ქვეყანა ეგ. ხო, აქ შესაბამისად გამოვიდა რომ ბოდიში რომ სომხეთმა ყარაბაღის გამო გადაიხადა საკუთარი სახელმწიფოებრივი ფასი, მაგრამ ეს მოხდა მნიშვნელოვანია რუსული აგენტურის შედეგად და არა აპრიორი რომ ეს მაინც ასე უნდა მომხდარიყო და ეს საქართველოს თუ შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილიც არის. კი ბატონო. თავარი საკითხი ალბათ ადრეს უნდა ვისაუბროთ, ბევრი დოკუმენტი შეექმნა ამ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, როცა მოლაპარაკებები მიდიოდა, მაგრამ ძირითადი თემა მაინც ერთი იყო, ხო, რომ იმიტომ რომ სომხეთს ოკუპირებული ხონდა 20% დაახლოებით აზერბაიჯანის ტერიტორიის და ამ გაეროს რეზოლუციის მიხედვით ყარაბაღის სომხურ ძალებს და არა სომხეთს. ხო, კი ბატონო. ხო და ანუ ამ ტერიტორიას ეს ტერიტორია მოიცავდა არა მხოლოდ ყარაბაღს, არამედ კიდევ ძალიან დიდ ტერიტორიას აზერბაიჯანულ რაიონებს, საიდანაც ჯამში მილიონი დევნილი ჰყავდა აზერბაიჯანს და ყოველთვის მინდოდა საუბარი იმაზე, რომ ეს რაიონები დაუბრუნოთ აზერბაიჯანს და მოდი ყარაბაღზე მოგვიანებით ვისაუბროთ, რაც იყო ერთგვარი კომპრომისული ვარიანტი ყველა დროში, ხო და ამ საფუძველზე მიდიოდა მოლაპარაკებები ქოჩარიანის დროსაც, სარქისიანის დროსაც და ფაშინიანმა ბევრი ვერ მოასწრო, ახალი მოსული იყო, მე მგონი რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა სუმას ალიევთან, სანამ ომი დაიწყებოდა 2020 წელს და ჩემი აზრით ფაშინიანის კარიერაში ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც ის ჩავიდა ყარაბაღში, შუშაში, გახსოვთ ეს ცნობილი კადრები, იცეკვა იქ მე მგონი ცოტა ნასვამიც იყო და იქ თქვა რომ ყარაბაღი არის სომხეთი და წერტილი. ეს იყო ერთგვარი გარდამტეხი მომენტი, ხო? ახლა ამით ბევრი ინსინუაცია მე რო შიდა სკეპტიციზმს უპასუხა რომ ის მიაჩნდა თავიდანვე რომ ყარაბაღს გაყიდიდა და ასე შემდეგ ეს ამ სპეკულაცია ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელთაც მან მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც მან კარგად იცოდა 2019 წელს უკვე რომ მოწინააღმდეგე მასე ბევრად ძლიერი იყო და ომისთვის ემზადებოდა, ხო? აჩვენა რომ ის არათუ რამე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. პირიქით უფრო რადიკალური პოზიცია დაიკავა, ვიდრე მისი წინამორბედები იკავებდნენ. და მე გახსოვთ 2020 წელს არის მე მგონი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ცნობილი დებატები ფაშინიანის და ალიევის, სადაც ყველაფერზე საუბრობენ საერთოდ ლამის 3000 წლის წინანდელ ისტორიას განიხილავენ და მე იქ ეტიმოლოგიაში შედიან რომელ ქალაქს რა ჰქვია და რატომ ჰქვია და ასე შემდეგ და მოკლედ ფაშინიანის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, ჩემი აზრით, რომ არანაირი კომპრომისის სიგნალი მან არ გაუშვა აზერბაიჯანისკენ
და არადა ახლა მას თავისი ჟურნალისტური კარიერის დროს პირიქით საერთოდ სხვა რიტორიკა ჰქონდა და იგივე ამ ბაქოს იანვრის მოვლენებზე აქვს სტატიები დაწერილი 90-იან წლებში, სადაც ტრაგედიას უწოდებს ამას და აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, რაც მაშინ ძალიან რთული გასაკეთებელი იყო და არაპოპულარული იყო ამის გაკეთება, ხო? მაგრამ ის აღმოჩნდა, არ ვიცი, საზოგადოებრივი აზრის ტყვეობა და ვარქვათ ეს თუ ის მართლა ესე ფიქრობდა, ფაქტია, რომ 2020 წლის ომამდე სომხეთის მიყვანაში მანაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეხლა არ მინდა ესე გამომივიდეს თქვა აუცილებლად შეიძლება ამის თავიდან არიდება, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ 2019 წლის რეალობაში მარტივად იყო მისახვედრი, რომ იმდენად დიდი გახდა სხვაობა სამხედრო თვალსაზრისით და სხვა თვალსაზრისით, ეხლა ჩვენ შეგვიძლია გრაფიკები ვნახოთ, თავდაცვის ხარჯები, დავუშვათ 2007-8 წლიდან როგორ იზრდება აზერბაიჯანის და როგორ იზრდებოდა სომხეთის. ეს ემთხვევა ეს. არ მოდი სომხეთ საქართველოს. ხო, ეს გასადენები და ნავსობსადენები 2005 თუ 6 წელს გაიხსნა და მაგის მერე დაიწყო აზერბაიჯანის ეკონომიკური აღმასვლა და რა თქმა უნდა მათი მთავარი მიმართულება რაც ინვესტირება ხდებოდა ამ სიმდიდრის იყო თავდაცვა, ხო და ყავდათ უძლიერეს პარტნიორები თურქეთის და ისრაელის სახით. ეს მარტივად იყო პროგნოზირებადი და საბოლოო ჯამში ამ უკომპრომისობამ გამოიწვია ის, რომ არა მხოლოდ ტერიტორია და ტერიტორიაზე კონტროლი დაიკარგა სომხეთის მიერ, არამედ ის ხალხი, ვინც იქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა, არ ვიცი, ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში, დღეს უკვე რამდენიმე ათეული სომეხია დარჩენილი, მე მგონი და ზოგიერთს აკავებენ კიდე. ხო, პრინციპში ასე. მან რამდენიმე რაღაცაში ვერ დაგეთანხმები, ეხლა გადმოვამახ, რამდენიმე რაღაც პირველი დიდი წვლილი, მოდი ფაშინიანს უნდა ვაბრალებთ, რომ დიდი წვლილი აქვს, იმიტომ რომ კონფლიქტი დიდი ხანია რაც. მე შეგახსენებ ალეევმა როგორ უპასუხა მისამ განცხადებას, ცნობილი ვიდეოა როგორ ემუქრება. ეს იყო მაპროვოცირებელი სულ. არა, ეს გასაგებია უბრალოდ აქ სხვა კონტექსტში ვამბობ, დიდი წვლის საუბარი, როდესაც 30 წელიწადია ლამის რაც. ხო და მას შეეძლო ეს დააშურება. მას შეეძლო დიდ სიტყვა დიდზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი, წვლილი შეიძლება, დიდი წვლილი და ფაშინიანი ამ შემთხვევაში. და აი ეს მარტივად პროგნოზირება კიდე რომ რამდენად გაზრდილი იყო აზერბაიჯანის სამხედრო ძლიერება, მანდაც რა მომენტია ეს რამდენად შეეძლო ფაშინიანს სიტყვაზე ამის პროგნოზირება. პირობითად ფაშინიანი შეეკითხებოდა თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბს, ხო? რა მდგომარეობაა და აქ ის შენივე სიტყვები უნდა შეგახსენო, ეს პირველი ომის ხიბლი პირობითად რომ ვთქვათ, რომ ეს მარცხი რომელიც მაშინ სომხურმა ძალებმა მიაყენეს აზერბაიჯანულ ძალებს, ხო? ამის ხიბლში შეიძლება ყოფილიყვნენ ჯერ კიდე და პარადოქსია, ახსენე კავკასიის ისრაელი და საკუთარი თავი კი ეგონათ კავკასიის ისრაელი, მაგრამ რეალურად ისრაელთან აზერბაიჯანი თანამშრომლობდა ძალიან მჭიდროდ და ანუ ამას ვამბობ, რომ ეგ ფაქტორები რამდენად შეუძლია ხა ერთ ადამიანს ეს გაითვალისწინოს და რა ამით ფასდება, რომ უნდა გაითვალისწინოს. აი მაგაზე არ გედავები, მაგრამ კარგ ლიდერს ამდენად შეუძლია სიღრმეებში ჩაიხედოს და სიტყვაზე არენდოს იმ ანალიტიკურ მოხსენებას, სადაც დაუდებენ. მან არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, თუმცა თქვენს მერე დავამატებ მნიშვნელობას. კი ბატონო, ძალიან მოკლედ ვიტყვი, პირველ რიგში 90-იან წლებს ვიძახი, არ ვიცი, აქ შეიძლება დისკუსია გამოვიდეს, მაგრამ მე არ ვიცი, რამდენად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ქონდა ვაზგენ სარქისიანს, იმიტომ რომ ბევრი ეჭვი შეიძლება ამას შეიტანო, იმიტომ რომ უკვე ძევალი იყო 92-14 წლიდან სომხეთი თავისი გადაწყვეტილებების დაეწყო ომი ყარაბაღში. რუსეთისათვის კიდე საკმაოდ კარგად მორგებული მექანიზმი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეზე განსაკუთრებით სომხეთ აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში და ასე შემდეგ. ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტების სახით სრულად აკონტროლო ერთგვარად ეს ქვეყნები, არა მარტო შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკისა, ყოველ შემთხვევაში 90-იან წლებში მე ხა უკვე დიპლომატი ვიყავი და აქტიურად მოქმედებდი, მე არც ერთი ნაბიჯი სომხეთის დამოუკიდებლად გადადგმული საერთაშორისო ასპარეზზე მე არ მახსენდება. ამიტომ ბევრ ეჭვს შევიტან, რომ სუვერენული იყო 90-იან წლებში იმ 27 ოქტომბრის ინციდენტამდე და რუსული ძალის პირდაპირ მოსვლამდე საერთაშორისო დონეზე. რუსეთის ამქმედებას. ბატონო? აი თქვენ იმ დროსთან დიპლომატი ხავით, რას უკავშირებთ რუსეთის პირდაპირ არაფერი, მაფიოზ ერთმა მაფიამ გადაწონა რუსული მხარდაჭერა, ან თვითონ განახორციელა ეს გარკვეული ტერაქტი, რის შემდეგ შეძლო ურთიერთობების დაალაგება. მე საუბრობ, რომ
დამოუკიდებელი ვერ იყოს თავიდანვე ყარაბაღის ომის დროებით შეწყვეტამდე ceasefire რაც ცეცხლის შეწყვეტა რაც გაფორმდა მას შემდეგ უკვე მძევალი იყოს სომხეთი თავისი აი ამ გადაწყვეტილებების და ეს ფაქტია ჩანდა საერთაშორისო ასპარეზზე სუვერენული ქვეყანა იქცევა თავისი ინტერესების დასაცავად რაც თვითონ ეს პროცესი სამშვიდობო პროცესი მინსკის ჯგუფი იქნა აქ ნახსენები არანაირი წინსვლა, არანაირი კომპრომისი სომხეთის მხრიდან ჩვენ ვერ დავინახეთ. სწორედ ეს იყო მასწავლებელი იმისა, რომ აზერბაიჯანი შეეცდება შეერაღებული დაპირისპირებით დაიბრუნოს თავისი დაკარგული ტერიტორიები. ასევე მთლად ვერ გავიზიარებ, რომ ეს პროგნოზირებადი იყო 2018 წლიდან მოყოლებული, როდესაც ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ, როდესაც გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად ერთგვარად დაალაგდა ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. აქ რთული იყო განეჭვრეტა სომხეთის ხელისუფლებას, რომ რუსეთი ფაქტობრივად ჩაეხსნებოდა ამ კონფლიქტს, რეალურად ესე მოხდა. პლუს ამისა ნაკლებად პროგნოზირებადი იყო ის, რაც გააკეთა აზერბაიჯანმა თავისი შეიძლება ითქვას არაორდინალური სამხედრო ბრძოლით. საუბარი იყო სამთო ტერიტორიაზე, მთიან ტერიტორიაზე, მთიან რეგიონზე, რომელიც 2 წლეულის განმავლობაში გამაგრებული იყო. ჩვენ ახლა რომ შევადაროთ იგივე ვითარება უკრაინასთან, როგორ მდგრად არიან უკრაინელი დამცველები და ამხელა რუსეთი ვერაფერს ვერ შვება მათ წინააღმდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო რთული იყო მთიანი რეგიონის აღება. რა თქმა უნდა, აქ თურქეთისა და ისრაელის დახმარება გადამწყვეტი იყო, სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი საკმაოდ მყარად იდგა იმ დაცვით პოზიციებზე, რაზეც ფაშინიანის ვიზიტის დროს იმყოფებოდა სომხეთის ჯარი იმ პერიოდში. ეს არის ჩემი მოსაზრება ისე, რომ აქ გარკვეულწილად მოულოდნელობის ეფექტს ჰქონდა ამ სწორედ ამ თურქული და ისრაელური საფრენის საშუალებების გამოყენების მეშვეობით შეძლო აზერბაიჯანმა ამ თავდაცვის გარდატეხა წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი მსხვერპლი იქნებოდა და ბევრად უფრო ძვირად ღირებული მოხდებოდა ბაქოსთვის ამ ტერიტორიების დაკავება. აი ჩემ მოსაზრებას ამაში გაგიზიარებთ. გიორგი, შენ თუ რამეს თქვა გინდა და მე სხვა თემას მინდა გადავიდე. არის მნიშვნელოვანი ერთი ხედვა, რომ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა, როდესაც სერჟ სარქსიანმაც უკვე როცა გარდაუვალი დაინახა, რომ რეალობა ასეთია, გადააბარა ხელისუფლება, იმ მომენტისთვის უკვე 2016 წლის აპრილის ბრძოლები იყო, უკვე გასაგები იყო ყარაბაღის ამბავში, რომ რაღაც უნდა გადაწყდეს, რუსეთს უნდოდა 5+2 რეგიონულ ლავროვის პლანის ან ყაზანის შეთანხმების ან მანამდე მადრიდის პრინციპების აღსრულება, სომხეთს ესმოდა, რომ თუ ამას გააკეთებს ამაზე წავლენ, მაშინ ყარაბაღის უსაფრთხოება წარმოუდგენლად შემცირდება, რაზეც ახლა იყო საუბარი და მაშინ სამომავლოდ თავდაცვა უარესი იქნება და სავარაუდოდ არის ესეთი მომენტი, რომ სადაც მე პირადად ვამბობდი იმ დროსაც და ეხლაც მივიჩნევ, რომ ფაშინიანმა შეცდომები დაუშვა. ფაშინიანი, როცა მოდის ხელისუფლებაში, სისტემას ტოვებს, უშვებს იმ შეცდომას, რომ რუსეთთან შეიძლება მოკავშირეობა. სავარაუდოდ ქოჩარიანმა, სერჟ სარქსიანმა, მათ შორის ქოჩარიანმაც და მოსკოვმა გადაწყვიტეს, რომ რევოლუციონერს და სომხურ საზოგადოებას, რომელმაც რევოლუცია ჩაიდინა, რევოლუცია ხო უპატიებელია პუტინისთვის. უნდა აუცილებლად დასაჯო, თან დააბრალო ეს ყველაფერი ნიკოლ ფაშინიანს. აქედან იწყება, რომ ფაშინიანს ეუბნებიან მოხვედი, რომ ყარაბაღი ჩააბარო. აქედან მოდის მისი мотиваცია თქვა ეგ განცხადება გააკეთოს, რომელიც არ იყო პირველად ნათქვამი და ამავდროულად ეხლაც ამბობს, რომ არასწორი ვქენი, მაგრამ მანდ არის დეტალები და ნიუანსები. მაგალითად, სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთაური ართურ ვანეციანი ჩადის ყარაბაღში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რაღაც აკეთებს, ვიდრე რაც ფაშინიანი ამბობს რეალურად, მანამდე მოხდა იქ. ჩადის არაქსის ნაწილში, ანუ რომელიც აი 7 ტერიტორიას უკავშირდება და იქ ხსნის რაღაც დასახლებას. რაც არის ძალიან ხელოვნური, ძალიან უცნაური საერთოდ და პროვოკაციული თავის შინაარსით და ახლა უკვე, როდესაც ეს კაცი დაბრუნდა იმ დროს იყო ვითომ ფაშინიანის მომხრე გახდა. თუმცა იყო სუსის მოადგილე და გახდა ფაშინიანის დროს სუსის ხელმძღვანელი. ახლა როდესაც დაბრუნდა პრორუსულ ვექტორზე და ჩავიდა და სოლოვიოვთან ეთერში მოსკოვში თქვა, რომ ყირიმი ვისი არისო კითხეს და ყრიმ ნაშო პირდაპირ და აი აქ იკვეთება თუ რომ ამბობ თუ ნაშ
შენ ვისთან ერთად ხარ, ხო? გასაგებია ყველა. კრიმნაშ რუსების ლოზუნგი იყო. არა, ლოზუნგი გასაგებია, მაგრამ როცა ამას სომეხი ამბობს, მაშინ გამოდის, რომ საკუთარ რუსად უფრო თვლის რა. და ამა ჩვენ ხედავთ, რომ არშაკ კარაპეტიანი თავდაცვის მინისტრი, ჩვენ ხედავთ წინა იმ დროს ვინც იყო თავდაცვის მინისტრი, აი თავად ომის დროს, გენშტაბის ხელმძღვანელი, რომელიც ომი რომ დასრულდა, გამოდის და ამბობს, რომ უნდა გადადგეს აუცილებლად ნიკოლ ფაშინიანი. ეკლესიის მეთაური კტრიჩ ნერსისიანი, ჩვენ ხედავთ აქ კგბ-ს სისტემას, რომელიც ფაშინიანმა არ შეცვალა, დატოვა, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ამის შეცვლა იქნება რუსეთთან კავშირების გარღვევა და რუსეთიდან მას უთხრეს პირდაპირ, რომ ეს ხალხი უნდა დატოვო, იმიტომ რომ ჩვენ მათთან ვიცით როგორ ვიმუშაოთ, საინტერესო ფორმულირება. ამან დატოვა და ამ ხალხმა უზრუნველყო ეს მიდგომა, მათ შორის ფაშინიანის განცხადებაც, ეხლა რომ ამბობ შეცდომა და მთელი პოლიტიკა, ჩემი აზრით მომდინარეობდა არა რევოლუციონერი ფაშინიანისგან, არამედ იმ სისტემისგან, რომელიც დარჩა და რომელიც ეუბნებოდა მას, რომ შენ ახლა ქუჩიდან მოსული ადამიანი არ გესმის სრულად ვითარება როგორი არის და ჩვენ თავდაცვის სამინისტრო იქნება რუსეთთან კავშირში, ანუ ჩვენ ამ ყველაფერს ვუზრუნველყოფთ. მათ შორის ფაშინიანსაც გაუჩნდა იმედები, რომ რუსეთი დაეხმარება სომხეთს შეიარაღებაში ასე შემდეგ, რომ ბალანსი შეინარჩუნოს. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ამას ისტორია უკეთ შეაფასებს, იმედია ფაშინიანიც ამაზე მეც ისაუბრებს სამომავლოდ, მაგრამ სავარაუდოდ ჩვენ საქმე ქონდა რუსეთის სპეცოპერაციასთან, რომელიც მიზნად ეხავდა შიდა deep state-ის, რაც არის კგბ-ს აგენტურის გამოყენებას, იმისთვის რომ ფაშინიანი აი ამ მიმართულებით წაიყვანა, მოსულიყო მდგომარეობა ომამდე, რომლის შედეგადაც პრინციპში ის მოხდა, რაც რუსეთს უნდოდა, მშვიდობის ყოფილები 5+2, ანუ 5 რეგიონები ჩააბარა, ლაჩინის დერეფანი შექმნა, ლავროვის პლანი გახდა რეალობა, ეს ხო ფაქტია. რუსეთმა ყველაფერს მიაღწია. ერთადერთი მაგის მე რაც არ ხდება რუსული სცენარით, არის ის, რომ 23 წელსაც მოხდა, ეგ უკვე აღარ იყო. ცოტა ადრე. როდესაც 9 ნოემბერს ხალხი გამოდის, მაგრამ ფაშინიანის ჩამოგდება ხელისუფლებიდან ვერ ხერხდება, როდესაც თურმე აღმოჩნდა, რომ ხალხის ზიზღი წინა ხელისუფლების აი ამ აგენტების მიმართ და გააზრება ხალხში, რომ ესენი არიან დამნაშავე ამ ყველაფერში და არა 2 წლის განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც მართლა ბევრი გააკეთა იმ 2 წელიწადში ჯარისთვის ცალკე თემა. და ამავდროულად მერე უკვე როდესაც ყარაბაღში, ანუ რუსეთი მათ შორის ხელს უწყობს იმას, რომ ყარაბაღში სულ ინციდენტები იყოს, რომ ფაშინიანი გადააგდონ აქტიურად, ამაში ეკლესიას რთავენ ყველა ინსტრუმენტს და ბოლოს საბოლოო ჯამში რუსეთი მათ შორის მარტო ის ფაქტორი არ არის, რომ ძალის დეფიციტი ქონდა. რუსეთს მათ შორის განზრახვაც ქონდა ყარაბაღში, რაც მოხდა 23 წელს, რომ იქნებ ამით შეცვალონ მაინც ნიკოლ ფაშინიანი, იმიტომ რომ სხვა მექანიზმებიც არსებობს. დღეს რუსეთის მიზანი არის პრაქტიკულად უკვე სიუნიქში ჩამოაყალიბონ სამშვიდობო მისია, აიღონ მე-9 პუნქტით კონტროლი აი ამ ტრიპზე და დანარჩენი სომხეთის ინტეგრაცია მოახდინონ, ასე რომ ისტორია ამას უკეთ შეაფასებს, მაგრამ ჩვენ სრულიად სხვა პროცესთან გვაქვს საქმე, სადაც ფაშინიანი უნდა გამختارიყო უბრალოდ ამ ყველაფერში დადანაშაული, ანუ განტევების ოაცი უნდა გამختارიყო ესე რომ. თუმცა ცვლად ისე არ არის, რომ მისი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ აი ჟურნალისტი იყო ახსენე, ხო? არ ესმოდა სახელმწიფო როგორ ფუნქციონირებდა და კგბ-ს აი ამ თელ სცენარს გიორგი რასაც ამბობ, მაგრამ ეგ არათავისუფლებს მას პასუხისმგებლობას. მეცაც გეტყვი, არა თუ არათავისუფლებს, თვითონაც ეხლა ამბობს რომ მცდარია და ეხლა ეს დავამატებ ყარაბაღის თემას. სანამ გადავალთ ყარაბაღის თემაში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ალბათ რუბენ ვარდანიანის ჩასვლა იქ, ხო, რომელიც არის ავიცი უცნაური ადამიანი, ერთის მხრივ კრემლთან დაახლოვებული და მეორეს მხრივ ჯორჯ კლუნია მისი მეგობარი და ნახევარი ჰოლივუდი და ალბათ ესეც ვარდანიანის იქ ჩასვლა იყო ერთ-ერთი რუსეთის ერთ-ერთი გეგმა, მოკლედ პირდაპირ შეიძლება ეს ითქვას, იმიტომ რომ მან აიღო იქ ხელში ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში, რომელსაც აზერბაიჯანი ვერ აკონტროლებდა ძალაუფლება, კრიტიკული იყო რა თქმა უნდა ეს ფაშინიანის მიმართ და ერთგვარად მისთვის ეს უნდა გამختارიყო შემდგომში პლატფორმა სომხეთის შიდა პოლიტიკაში მოსასვლელად და უნდა დაბრუნებულიყო გმირად ერევანში, რომელიც რაღაცას მოუხერხებდა ნიკოლ ფაშინიანს, თუმცა მე ვნახეთ 2023 წელსაც მოხდა პრაქტიკულად ერთ დღეში დაიკავა აზერბაიჯანმა ის დარჩენილი ნაწილი ყარაბაღის და დაატყვევეს ვარდანიანი და დღემდე
ბაქოს ციხეში იმყოფება, მე მგონი უადო პატიმრობაც მიუსაჯეს და ეხლა როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანელი პოეტების ლექსებს კითხულობს, მაგრამ ეს ვიდრე სამუელ კარაპეტიანი გამოჩნდებოდა, აი ეს იყო ალბათ რუსეთის პირველი გეგმა ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ. სანამ კიდე დაუბრუნდებით რეგიონალურ და საერთაშორისო კონტექსტს, მანამდე მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც გიორგი შენც ახსენდა და შენც არ მინდა ბევრი პარალელის გავლება, მაგრამ რაღაც გარკვეული პარალელები მაინც იკვეთება სომხეთის ოპოზიციასა და იმ წუხილს შორის, რაც ხშირად ქართულ სივრცეში ისმის. ალტერნატიული ნარატივის არარსეობა, ერთიანი ძლიერი კანდიდატის არარსეობა და პირადი ეგოები. ხო და რას ფიქრობთ ის ქართული და პაშინიანის რიტორიკის მსგავსებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ? არა, უყურე აი ძალიან ფრთხილად და მოზომილად მინდა აქ პარალელები რომ გავავლო რა და რამდენად ეს ყველაფერი საქართველოს საერთოდ ვილაპარაკეთ, რამდენად შეუშვს ეს ყველაფერი, ეს პირადი ეგოები და ეს ალტერნატიული რაღაც ნარატივის არსებობა სომხეთის ოპოზიციას რა? რამდენად პროდასავლურ ოპოზიციას გვიწყო? არა. პრორუსული? ხო, პრორუსული რეალურად მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ პროდასავლური კანდიდატი მანდ არის ფაშინიანი, ხო? და სერიოზული კანდიდატები ოპოზიციურები, რომელთაც აქვს წარმატების მიღწევის შანსი, ახლა გინდ რუსეთთან მხარდაჭერილი იყოს და გინდ ბელარუსთან კონდეს კავშირები, რეალობა ეს არის. კი ბატონო. რა? ხო? პრორუსული აი ეს სამი ჯგუფი ვინც არის წარმოდგენილი ამ მომენტისთვის, საქმე იმაშია, რომ აქ არის ორი მთავარი ღერძი დაპირისპირების. ერთი არის სამվել კარაპეტიანი, რომელსაც ბევრი მილიარდი ჰქონდა, მაგრამ სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთიდან უთხრეს, რომ თუ არ წახვალ სომხეთში, ყველაფერს რაც გაქვს რუსეთში დაკარგავ თავისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებით, ფინანსური რესურსები და ასე შემდეგ. ამიტომ სამվել კარაპეტიანს მე ზუსტად ვიცი, რომ სხვადასხვა წყაროდან, რომ არ უნდა პოლიტიკაში ჩართვა და აიწულეს და ეს სავარაუდოდ ბევრი დასკვნის გამოტანის საშუალებასაც გვაძლევს. ეხლა ძალიან საინტერესო რამეს ამბობ, იმიტომ რომ ანუ კარაპეტიანს არ უნდა და არა. ვა. ნამდვილად, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დატოვეს რუსეთში. უთხრეს, რომ პრაქტიკულად ყველაფერს დაკარგავ ოჯახის წევრების უსაფრთხოება, ანუ ციხეში აღმოჩნდებიან პრაქტიკულად, მეტიც შეიძლება იყოს და პლუს მთელი ფინანსური რესურსი, ანუ საერთოდ ყველაფერს დაკარგავ. სხვა ახალი დასაყრდენი რუსეთს არ ყავდა ფაქტობრივად. კი, და ამიტომ გამოუშვეს აქ მონაწილეობა. მეორე მხრივ თვითონ აღმოჩნდა ჩიხში. იმიტომ რომ ერთი მხრივ ესმის, რომ აქ თუ რუსეთს, ანუ ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რუსეთს გადააგდებს და პრობლემა ექნება, მეორე მხრივ თუ ჩამოვა, ძალიან კარგად ესმის, რომ რას უპირისპირდება, იმიტომ რომ ფაშინიანს ახლა ნამდვილად გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი ამ მომენტისთვის, თუ შევადარებთ წინა არჩევნებს, როდესაც მართლა უზარმაზარი კრიზისი იყო. მეორე მომენტია, რომ ქოჩარიანი, ანუ დაპირისპირების ორი მთავარი ღერძია. სამվել კარაპეტიანი, რომლის ბიძაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აგერ საქართველოში წარმატებული მოდელი ეროვნული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აგერ როგორ ხვდება ილხამ ალიევს და თუ სომხეთში იქნება სამվել კარაპეტიანი, ბიძინა ივანიშვილი მასაც შეხვდება ესე და აგერ ივანიშვილმა უფასო განათლება შექმნა საქართველოში, ააყვავა საქართველო, არ დაუშვა დასავლეთის მიერ ომში ჩათრევა და ასე შემდეგ. პირდაპირ ამბობენ ამას. უფასო ჯანდაცვა არის საქართველოში და პრაქტიკულად გაიაფებული მედიკამენტები და უფასო განათლება შემოაქვთ ახლა საერთოდ და აი ამ ყოლაფრის ფონზე სომხეთი სად არისო და აი როგორ შეიძლება ბოდიში შეგაწყვეტნება პარტია თბილისში ჩაწერეს ერთი წინასაარჩევნო რეკლამა ამ კარაპეტიანის პარტიამ აქაურ აფთიაქში შედიან და წამლებს ყიდულობენ და ადარებენ სომხეთში რომ უფრო ძვირია ვიდრე აქ ამ დონეზე. კი, ანუ ეს ყველაფერი არსებობს. და ამიტომ სამվել კარაპეტიანს ცოტა ხანი არ უნდა აქ იცხოვრო. არა, ნუ ცხადია ძალიან კარგად ესმით ახლა. არ მეც მესმის რომ ესმით. უბრალოდ იდეა იმაში არის, რომ თან საქართველოს თემით სპეკულაციის ახლა ბევრი არის სომხეთში, აქ დეტალურად რა ხდება. ამავდროულად სამվել კარაპეტიანს ის მილიარდები რაც ჰქონდა ახლა აქვს ფურცელზე.
რეალურად აქვს თუ არა იქ მილიარდები ერთი მხრივ სანქციების გამო, მეორე მხრივ რუსეთის კონტროლის ქვეშ არის, არავინ არ იცის. და აქედან დასკვნების გამოტანა შეგვიძლია, რომ მილიარდები ნახსენები სულაც არ ნიშნავს, რომ რეალური ლიკვიდური შესაძლებლობები გაჩნია რუსული კონტროლის გარეშე. ხო? აი ამ ოლიგარქებს როცა საქმე ეხება. ამიტომ სამველ კარაპეტიანისთვის ახლა ხელისუფლების აღება ერთი მხრივ საკუთარი ფინანსური რესურსის, ან საკუთარი არა, შესაძლოა სულაც რუსეთის ფინანსური რესურსის, რომელსაც მას გამოსაყენებლად აძლევენ. და მეორე მომენტი არის გამდიდრება. სამველ კარაპეტიანი ხედავს სომხეთს როგორც პოტენციურ რესურსს, რომლის საშუალებითაც შეუძლია გამდიდრდეს. და აქაც პარალელები უნდა გავავლოთ საქართველოსთან. და მეორე მხრივ არის ქოჩარიანი კადრი, ანუ მთელი ისტორიის განმავლობაში საკუთარი კარიერის იყო კგბ-ს თანამშრომელი პრაქტიკულად, უმაღლესი თანამდებობის პირი, კონკურენცია აქვს ქოჩარიანს და გარეგინ მეორეს, ვინ არის უფრო მაღალი თანამდებობის კგბ-შნიკი ყველაზე სომხეთში. ამიტომ ქოჩარიანს ეს ამბიცია აქვს, რომ ვიღაც ოლიგარქი რატო უნდა მართავდეს და მე მინდა რომ მართო ეს ხელისუფლება. ამიტომ ეს პირადი ეგოები ახლა არის და დაპირისპირება არის სერჟ სარქისიანს ესმის რომ ქოჩარიანი თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში პრობლემები ექნება. კარგი დღეარელის. ხო, ამიტომ სერჟ სარქისიანი იმას უჭერს ხარს, თუმცა პირდაპირ გეტყვით რომ მოსკოვის გეგმა არის რომ ეს არის თქვენი შიდა, ასე ვთქვათ, სომხური მათ შორის რაღაც გარჩევები. მოსკოვის გეგმა არის რომ თქვენ გაერთიანდებით, დავალება მოვა მოსკოვიდან და სხვა გამოსავალი არ გექნებათ. მთელი ამბავი ახლა იმაშია, ვინ უფრო მეტ ხმას დააგროვებს. რეალურად. თუ დააგროვებს უფრო მეტ ხმას სამველ კარაპეტიანი პირობითად, ის იქნება წამყვანი და არა ქოჩარიანი. ან შენ არ მოვილი რომ ბოლო ეტაპზე რომელიღაცა გადაუხვდება პირობითად. გეგმა გასაგებია და პირიქით ერთმანეთში კონკურენცია ისეთი აქვს, რომ სამველ კარაპეტიანი ძლიერი სომხეთი რო დაირქვა და ძლიერი ლიდერი, ქოჩარიანმაც იგივე დაიწყო. ქოჩარიანმა არარატი და ყარაბახი როგორც კი თქვა, სამველ კარაპეტიანმაც მაგის მერე დაიწყო ზუსტად იგივეს თქმა, ანუ ერთმანეთთან კონკურენტები არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში კონკურენცია იმაში არის, ვინ არის ლიდერი. მაგრამ ეს არ შეუშლით მათ არანაირად. იდენტურია. ნარატივი იდენტურია, დამკვეთი იდენტურია, უბრალოდ პერსონალური რესურსებიც ქოჩარიანს, ერთ წუთით ქოჩარიანს 200 მილიონი დოლარი ედავება სახელმწიფო, უკვე აღმოუჩინეს მოპარული 200 მილიონი დოლარი. რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მილიარდერია. ასე რომ პრობლემა რესურსებში არ არის, პრობლემა იმაში არის, რომ ქოჩარიანი არის სახელმწიფო მოღვაწე და უნდა ასე თუ ისევ დაბრუნდეს ძალაუფლებაში, ანუ ამ კონტექსტში და ის არის ოლიგარქი და ხედავს წარმატებულ მოდელს საქართველოში, რომ შეიძლება საერთოდ თანამდებობაც არ ქონდეს და მფლობელი გახდეს სახელმწიფოს და გაგო საინტერესო შემთხვევაში საერთოდ არ უნდა და გაგიქ წარუკიანი არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ და წინა იმაში აი ფაშიანი რომ მოვიდა რევოლუციის შემდეგ დაუჭირა მხარი საერთოდ ანუ არის პრაგმატული ოლიგარქი. ეხლა რუსეთიდან ეთყობა უთხრეს რომ იცი რა შენ უეჭველი გადალახავ ბარიერს, იმიტომ რომ მას გააჩნია საკუთარი სპეციფიკური სეგმენტი ბარიერის გადასალახად და რადგან გადალახავ ბარიერს შეიძლება დაგჭირდე კოალიციის შეკვრისთვის შემდეგ პარლამენტში და ამიტომ აუცილებლად უნდა წახვიდე არჩევნებზე და მისი ეს არჩევნებში ჩართვა არის ზოგადად მოულოდნელი მაინც საკითხი, მაგრამ საკმაოდ გასაგები რომ უნდა საკუთარი პრემიერის კანდიდატიც კი არ ყავს, ანუ საკუთარი 5-7% დააგროვოს იმისთვის რომ მე შეავსოს იდეალურ შემთხვევაში მათთვის 51%-ზე მეტი და ხელისუფლებაში მოვიდნენ. ერთი დეტალი მინდა, ანუ უკვე რამდენიმე საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა სომხეთზე და ჯერჯერობით ასაც ხედავთ ის რომ ეს ძლიერი სომხეთი კარაპეტიანის პარტია აშკარად იქცა მთავარ კონკურენტად ფაშინიანის, მაშინ როცა წინა არჩევნებზე მეორე ადგილი ქოჩარიანის გაერთიანებამ დაიკავა და ამაში ალბათ ერთ-ერთ მთავარ როლს ის თამაშობს, რომ განსხვავებით ქოჩარიანის, რომელსაც ძალიან დიდი ნეგატიური რეიტინგი აქვს იმ მიზეზების გამო, რაც ბევრი ვისაუბრეთ, კარაპეტიანს ამ თავის ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, მაინც რაღაც მეცენატის იმიჯიც აქვს და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე. კი, ამიტომ პრინციპში მის მიმართ ამდენად დიდი ნეგატივი არ არის და ეს ეხმარება, თუმცა რას ხედავთ, რომ ჯერ ერთგვარი ჭერი აქვს მის მხარდაჭერას და მეორე არის რომ ეს ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად ერთმანეთის ამომრჩეველზე ნადირობენ, მაგრამ ხელისუფლებას ხმებს ვერ ართმევენ. და ხელისუფლების ელექტორალური თავარი უპირატესობა კიდე და ამ კვლევებში ჩანს არის ის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სადღაც ნახევარი
არის უფრო მეტად ხელისუფლებას ვინც უფრო მიცემს მე ხმას ვიდრე ისო ოპოზიციისკენ წავიდეს და ეს უკვე ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ფაშინიანს და ეს არ გამოიკვეთა კიდე იანვრის მერე რამდენიმე კვლევაში ტენდენცია არის რომ მთავრობით კმაყოფილება იზრდება ეს სახელმწიფო პარტიას სამოქალაქო კონტრაქტის მხარდაჭერაც იზრდება ეს დაემთხვა ვენსის ვიზიტს ვენსის ვიზიტი ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. ყოველთვის წარმატებული. მე 1 აპრილიდან პენსია გაიზარდა და ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პენსიონერები ყოველთვის სტაბილურობის ამომრჩევლები არიან და ნვიდი არ დაგაუწყდეს. როგორ რა? ნვიდია, NVIDIA. და მშვიდობის ამომრჩევლები არიან ასევე და სხვათა შორის ერთი რაც ემპირიულადაც შემიმჩნევია და მე მგონი ეს კვლევებშიც ჩანს, ახალგაზრდებშია არაპოპულარული საკმაოდ ფაშინიანი და ახალგაზრდები არიან ბევრად უფრო ნაციონალისტურად და ანტი-აზერბაიჯანულად ყველა ალბათ განწყობები, მაგრამ განსაკუთრებით ამ განწყობების მქონე ვიდრე უფრო ასაკოვანი მოსახლეობა და ესეც მნიშვნელოვანი იქნება ეს ახალგაზრდები საერთოდ მივლენ თუ არა არჩევნებზე და თუ მივლენ საწავა მათი ხმები. სხვა შორის რუსი ცნობილი პოეტი ნიკოლაი გუმილოვის შვილი, ლევ გუმილოვი იყო საკუთარ საინტერესო პიროვნება და მას აქვს პასიონარული თეორია, რომელსაც მე ნაწილობრივ მაინც ვიზიარებ და ეს ახალგაზრდებზე რაც თქვი, ამან შეიძლება ჩდებოდეს რა. ზუსტად გატაცება როგორ გითხრა, ეროვნულობის იდეებით და ზოგადად იდეებით გატაცება და ბუნებრივი ამ ჭრილობაზე რეაგირება, რაც ყარაბაღის ომია და ეხლა მაგას ხო არ უარყოფთ, რომ უდესი ჭრილობა იყო ყარაბაღის ომი ორივე ერისთვის, როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის წლების განმავლობაში გრძელდებოდა რუსეთის წაქეზებით და ეხლა მე დიდად არ მიკვირს რა. აქედან გამომდინარე, დიდად არ მიკვირს თქო, თორე დანარჩენი ფაშინიანსაც ზედმეტი მოსდის ზოგჯერ ამ ვიცი რა ქვია მას ზომიერებაში თუ რათა ვარქვათ ამის, იმიტომ რომ აი ზოგჯერ ძალიან ცხადია რომ სომხეთის პრემიერი როცა ხარ რაღაცაზე უნდა გააკრიტიკო აზერბაიჯანი, მაგრამ მაინც თავს იკავებს, რაც მე უარყოფითად მოქმედებს, რა თქმა უნდა. ხო, გასაგებ. მახაში. არა, ჩემთვის მაინც ამოუცნობი არის ამ თუცა გიორგი მახსენა გადაუწყვეტელი ამურჩევლის ნახევარზე მეტი ფაშინიანისკენ იხრება, აქ თავარი ესე ვთქვათ, ნარატივი მაინც არის პრორუსული პარტიების, რომ ისინი შეძლებენ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების ცხოვრებაში რაც ვერავინ შეძლებს. ხოლო თუ რუსეთი არ იქნა, არა, რეალურად ამას აქვს ლოგიკა და ბევრი ალბათ ამას დაეჯერებს, თუ რუსეთი წინააღმდეგ წავიდა ჩვენი ხელისუფლება, მართველი გუნდი ან ქვეყანა, ჩვენ უნდა ველოდოთ პროვოკაციებს, რისი აცილების შესაძლებლობა ქვეყანას საკმაოდ შეზღუდულად გააჩნია. და ეს ნარატივი ამ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, მე მგონი, ამ ამორჩეველზე, გადაუწყვეტელ ამორჩეველზე, მე ესე ვფიქრობ. ასევე საინტერესო ფაქტი მოვისმინე, რომ ქალაქის ამორჩეველი ბევრად უფრო ნაკლებად უჭერს ფაშინიანის ხელისუფლებას მხარს, ვიდრე პერიფერიის მოსახლეობა. აქ ალბათ უფრო მეტად იმ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიზეზი არის, ზოგადად რეგიონები რომ უფრო არსებულ მთავრობას უჭერენ მხარს, ვიდრე რაღაც სიახლეს. ალბათ ესაა გადამწყვეტი, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო, რომ თვითონ დედაქალაქში თუ რეგიონში 30%-მდე აქვს მხარდაჭერა ფაშინიანს, თითქოს დედაქალაქში და დიდ ქალაქებში 15%-მდე არის ხოლმე. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ისე რომ კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება რომ მართლმა გუნდმა მოიგოს ეს არჩევნები, თუმცა ბევრი პასუხი უნდა გაიცეს ამ მოკლე პერიოდში არჩევნებამდე იმ შესაძლო პროვოკაციებზე, რაც შეიძლება რუსეთმა მოაწყოს და რაც დაუპირისპირებს ამას ფაშინიანი, გარდა იმ კარგი გამოსვლისა, რაც მას ჰქონდა პუტინთან შეხვედრის დროს. მე ვფიქრობ, რომ ფაშინიანი რაღაც წითელ ხაზებს ხედავს რუსეთისას რა არის და არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით თუ არა, მე მგონი არ გადაუკვეთავს მას ეს წითელი ხაზები. ეგ გააჩნია რუსეთის პერსპექტივიდან როგორ გადაუკვეთავს. მეც რატო ვფიქრობ ამას, იმიტომ რომ იგივე ახლა ეს ევროკავშირის სამიტი რაც არის და ზოგადად ევროკავშირთან დაახლოების რიტორიკა რაც არის, კი მოუწონს და კარგია, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა სომხეთისთვის და თუნდაც ის რომ ევრაზიული კავშირის წევრია და
ჯერ კიდე ფორმალურად ოდეკაბეს წევრი საბაჟო კავშირის. ხო და ასე შემდეგ ჯერჯერობით არ მიმდგარა საქმეზე რომ აი არჩევანი უნდა გააკეთოს. ამაზე ხო პასუხი ხო გასაგებია, მოვიდა თბილისში თქვა, მერე წავიდა სტრასბურგში და იქაც თქვა ფაშინიანი. ყველაფერი წყდება საქართველოსშიო, საქართველოს გარეშე რატო უნდა გადადგა? არა, მხოლოდ ეს არ არის. თუ ჩვენ ჩავხედავთ მართლა სავაჭრო ბუნებას, ეკონომიკურ დამოკიდებულებას სომხეთისას და ასე შემდეგ და კიდე იმ სხვა ფაქტორებს, რომ კინი გზა რუსეთისა, სამხედრო ბაზა აქვს, ასე შემდეგ. არა, ჩვენ წამოვიდი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, თორე ეს ყველაფერი ნელ-ნელა აქეთ მიდის. არა, სანამ ეს ფაქტორები არ შემცირდება, ამას გულისხმობ და ამდენად არის სომხეთი დამოკიდებული რუსეთზე, ჯერ ხისტნა ვიჯებს ვერ გადადგამს სომხეთი. ამის თქმა მინდა. სადია, თუმცა ევროინტეგრაცია როგორც ასეთი, ფაშინიანაც გია თქვა. არა, ეგ განსხვავებულია, რა თქმა უნდა. თუმცა არჩევანის წინაშე ჯერ არ დგას სომხეთი თქვა, ამის თქმა მინდა. ან ევრაზიული კავშირი არის, ან ევროკავშირი, ეს არჩევანი შეიძლება კიდე 5 წელი არ დაუდგეს. ვაის ვერცაც თქვათ, ხო, ძალიან კარგი შანსი აქვს ფაშინიანის ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების წინ ძალიან სწრაფად წავიდეს ევროკავშირთან დაახლოებაზე. ეს არის ასოცირება ვიზა ლიბერალიზაციაზე, მგონი 2024 წლიდან არის მიმდინარეობს უკვე საუბარი ისე რომ არ არის ეს რომ შორეული პერსპექტივა პირიქით რეგიონში არსებული ვითარებიდან სომხეთს ეხსდება ყველა შესაძლებლობა უფრო გააქტიურდეს ევროპის მიმართულებით. ამდენად მოდით ნუ ვიტყვით რომ ეს ევრაზევსი და ოდეკაბე ამას ხელს შეუშლის ამ პროცესებს. მე ვიტყოდი პირიქით ჩვენ უფრო რთულ ვითარებაში ვარ დღესდღეობით იზოლირებული ვიდრე სომხეთი. ამდენად თუ შევადარებთ ვინ იქნება პირველი ევროკავშირთან მიმართებაში და ამდენად ხარი უნდა დაუჭიროთ მეტ ევროპას ჩვენს რეგიონში, ეს კიდე ბევრ კითხვის ნიშანს იძენს. ჩემი მოსაზრებით ეს ინსტიტუციონალური ურთიერთობა სომხეთის ევროპის სტრუქტურებთან ძალზე მნიშვნელოვანი არის და ამას დიდი პერსპექტივა გააჩნია. აქ ვერც ევრაზესის ფაქტორი იქნება მოსაშველებელი, ევრაზესის დატოვება არაფერს არ ნიშნავს სომხეთისათვის, თუ რამე ალტერნატივა გაუჩნდება, მით უმეტეს რომ არ არის ის რომ სომხეთი არის მხოლოდ დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, რუსეთის ფედერაციას აინტერესებს გარკვეული სერიოზული ინტერესები გააჩნია სომხეთში და არ ამგონია რომ ერთი ხელის მოსმით მას უნდა ამის დაკარგვა. სწორედ რომაც არ უნდა. მე არ მინდა უბრალოდ ამაზე გავჩერდეთ დიდი ხანი, იმიტომ რომ სხვა საკითხებზეც მინდა ვისაუბრო. უბრალოდ შევეხები იმასაც შენ თქვი გიორგი, ანუ სად არის რუსეთის წითელი ხაზები და ფაშინიანი რო არ კვეთს ერთში რას არ გეთანხმები, იცი? რუსული წითელი ხაზები მნიშვნელოვნად შეიცვალა და ძალიან ელასტიური წითელი ხაზები გაუჩნდა. შენ თუ გახსოვს რუსეთის პირველი განცხადება, პირობითად რო ვიღოთ, რუსეთი ძალიან უკან წაწია უკრაინაში ომმა, ხო? ეს ომი რუსული ჩანაფიქრით არ უნდა გაგრძელებულიყო 3 დღეზე მეტი ოპტიმისტურ სცენარში, მაგრამ რეალისტური სცენარები რაც მათ ჰქონდათ, ალბათ 3 კვირა იქნებოდა მთელი ამ საპოლიციო ძალების შესვლით და წესრიგის დამყარებით. თუ გახსოვს მაგალითად პირველი განცხადებები პუტინის და იგივე რუსეთის ბირთვულ დოქტრინას რო გადახედო, კურსკში შევიდნენ ბიჭო უკრაინელები და მაგაზე აღარ ქონათ რეაქცია, მაგაზე მე წითელი ხაზი რა გინდა, ანუ იმის თქმა მინდა რომ რუსული წითელი ხაზები გახლა ძალიან ელასტიური და არა აქვს რუსეთს ტრამპს უყვარს ამის თქმა, კარტები ხელზე რა, ანუ კარტების რაოდენობა რუსეთის ხელში, პირობითად რო ვთქვათ პუტინის ხელში ძალიან შემცირდა და მახოს და არა, ვიცი რო აქვს, უყურე? არა. სომხეთის წინააღმდეგ ბევრი კარტია, თორე სომხეთში არა, ხო, არა, მე პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ეს რკინიგზა და ასე შემდეგ, როცა ხელისუფალი შენ ხარ, ნაციონალიზება შეგიძლია. მარტივად შეგიძლია, მაგრამ აქ არის ერთი კარტი. გიორგი, სხვა რამე ვთქვი უბრალოდ მე. მაგის ხაზგასმა მინდა რომ მე ზოგადად შეუმცირდა კარტების რაოდენობა რა. ამ 4 წლის განმავლობაში შეუმცირდა. ეგ კი, მაგრამ ზოგადად შეუმცირდა თქო და როგორც რუსეთს შეიძლება რუსეთსაც გაცილებით მეტად სჭირდება სომხეთი თუნდაც ფაშინიანიზმი. ესე ღიად რამდენად წავა, არ წავა, მაგას ვერ გეტყობთ. მაგრამ გიორგი შენ საინტერესო რამეს ამბობ და მე გადავიდეთ უკვე ტრიპზე მინდოდა და მას გააჩნია საქართველოს როგორც კარტი. საქართველოს რამდენიმე წლის წინ ესეთ ღია რუსეთის გავლენის სფერო ნამდვილად არ იყო. თქვენ ასევე არ უნდა ჩვენ დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ფაქტორები. ზოგადად ჩვენ მედიაში ეგ დიდად ყურადღება მაგას არ მივაქციეთ, მაგრამ 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში იყო სამხრივი შეხვედრა. ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაიანი, ბლინკენი. იქ არის დადებული შეთანხმება
რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს გავლით როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის და უკვე მოგცეს კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ფაშინიანმა თავისი ლობირება გაუწია საერთოდ. საქართველოს გავლით ევროკავშირი და ამერიკა უზრუნველყოფენ სომხეთს ყველაფრის დივერსიფიკაციისთვის ეკონომიკის. რეალურად ეს დოკუმენტი არის ევრაზიული კავშირიდან გასვლის დოკუმენტი. და ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო საქართველოს გავლით. მაგის მერე გამოდის იგივე აპრილის თვეში რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ევროპა არის გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ან არ ვიცი რას გულისხმობენ, მოკლედ იცის ჩვენმა საზოგადოებამ. Deep state. ხო, ნუ რაც არის, მოკლედ. ხო და ამის შედეგად იწყება პრაქტიკულად ბლოკადა, ნახევრად ბლოკადა სომხური პროდუქტების. იმაზე აღარ ვამბობ, რომ ფრანგული იარაღი ერთხელ რო გაუშვეს, მერე თვითონ შეზღუდეს, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აქვს აზერბაიჯანის საპასუხოდ, რომ მიზეზი არ არსებობს, რატო უნდა არ დავუშვა ტრანზიტი ფრანგული იარაღი სომხეთში, არანაირი სანქციები არ არის სომხეთს და ამავდროულად. ეს შეზღუდეს, მაგრამ ამის შემდეგ ეკონომიკური შეზღუდვები დაიწყეს. სომხეთის ლოგიკა იყო მარტივი, კანდიდატის სტატუსის წევრობის მხარდაჭერა, ლობირება, მერე იანვარში უკვე სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება საქართველოსთან გააფორმეს და იქ წერია ერთობლივი ევროპული ფასეულობები, აპრილში ეს დოკუმენტი იდება, რომელიც ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით დივერსიფიკაცია უნდა მომხდარიყო. რუსეთმა პრაქტიკულად რუსი ოლიგარქის მეშვეობით ჩაკეტა სომხეთის ეს გზა, რომელიც რეალურად სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალება აღკვეთა, რადგანაც სომხეთის ეკონომიკა ჩამოკიდებულია საქართველოზე 80%-ით, 20%-ით ირანზე, ისიც ომის პირობებში რა ვითარება, თურქეთი, აზერბაიჯანის საზღვრები დაკეტილია დღემდე. შესაბამისად, სომხეთის მოქნილობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საქართველოში რეალობაზე და ამიტომაც დღეს სომხეთი ცდილობს და არჩევნების მერე, მშვიდობის შეთანხმების მერე, მაგრამ აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრების გახსნა, იმიტომ რომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ საქართველოსთან ეს საკითხები არათუ მოგვარდეს და უკეთესობისკენ იყოს, არამედ სამწუხარო წავიდეს პირიქით და ეხლა უკვე ევროკავშირთან რა ტიპის ურთიერთობები გაგვაჩნია, მგონი ამაზე ეხლა ძალიან კარგად ინფორმირებული ხართ. შესაბამისად, მე მინდა უბრალოდ ჩვენმა საზოგადოებამ რომ ასევე დაინახოს, რომ აქ ანტიევროპულ მდგენელში ყოველთვის არის ასევე რუსეთის ინტერესი სომხეთის წინააღმდეგ. კი, პრინციპში მეც დაახლოებით ეგ გულისხმობ, ანუ რამდენად სუვერენულია ქვეყანა და რამდენად აქვს მას იმის საშუალება რუსეთისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს და უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს თუ სხვას, დამოუკიდებული აი ეს ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ბევრჯერ ვახსენეთ რუსეთზე დამოუკიდებლობას, რამდენად შემცირდება, იმიტომ რომ სანამ ეს ფაქტორები ადგილზეა, ბევრად შეზღუდული ხარ შენ, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ეს არ იქნება. კი, უდაოდ. ტრიპზე მინდა ვილაპარაკოთ, ტრიპ ეს პროექტი, რომელიც ასევე ზანგეზურის კორიდორის და სიუნიკის კორიდორის სახელთა ცნობილია. აზერბაიჯანის წყაროებში არის ზანგეზურის კორიდორი, სომხურ წყაროებში არის სიუნიკის კორიდორი. სომხურშიც გაჩნდა უკვე ეგრეთ წოდებული ზანგეზური. ხო, ნუ სომხეთი მაგას ეწინააღმდეგება. ეხლა აზერბაიჯანმა შეცვალა საერთოდ რიტორიკა, ეგ საინტერესო, როგორც კი გაჩნდა ტრიპის პროექტი. აზერბაიჯანმა თქვა, რომ ჩემს ტერიტორიაზე მყოფი სატრანზიტო ნაწილი არის ზანგეზურის დერეფანი. ამაზე ამ ლინგვისტიკურ პოლემიკაში არ მინდა რომ შევჭათ, უბრალოდ ხშირად გამარტავ ხოლმე რაღაცებს, რომ გასაძლევად გასაგები იყოს ყველასთვის. რას ფიქრობთ, ანუ ამ პროექტზე udauaro ჩემეთ ეს პროექტი საქართველოსაც კი შეიძლება დიდწილად პოზიტიური იყოს, მაგრამ რამდენ წელიწად შეიძლება განხორციელდეს, ანუ რეალისტურია ყველა პროექტი, რეალისტურია მსგავსი უბრალოდ სიუნიკი მაინც მთაგორიანია, რაც გიორგი შენ ახსენე და რამდენ ხანში განხორციელდება, რეალისტური ფარგლები არის 5-10 წელი, მე რაც წამიკითხავს. ყოველ შემთხვევაში და ამ პროექტის მნიშვნელობა როგორც სომხეთისთვის, ასევე რეგიონალურად და ნუ რუსეთზე პრაქტიკულად კი საუბრეთ, მაგრამ მაინც რა შეუძლია გააკეთოს რუსეთს. მათ შორის სამწუხაროდ მე ვერასოდეს ვერ ვფიქრობდი რომ ამის თქმა მომიწერდა, მაგრამ ჩვენი მეშვეობით, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს მე კარიკატურა ჩვენ რომ მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, მაშინ იყო ეგეთი კარიკატურა აზერბაიჯანის. კი, როდესაც ორმოში პუტინის ფეხებს ეჭიდება პირობითად აზერბაიჯანელი და სომეხი და საქართველო ამოდის ამ ორმოდან და ეხლა უკვე ეს კარიკატურა მეორედ ნახე და ნუ ორმოში ჩვენ ვართ რა.
პრინციპში. რას ფიქრობთ ამაზე, გიორგი, შენ დავიწყე ყველაფერზე? ხო, აქ ტრიპით დავიწყე. ტრიპზე რომ ვთქვათ, რეალურად მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მალე არის ამის რეალიზების საშუალება, იმიტომ რომ ვაშინგტონს ეს აინტერესებს ძალიან. ვაშინგტონს უნდა ტრიპის პროექტის ფარგლებში ცენტრალური აზია გაიყვანოს რუსეთის და ჩინეთის გავლენებისგან. ეს არის თურქული ინტეგრაციის პროექტი. ცხადია, სომხეთი ამის წინააღმდეგ იქნებოდა, რომ არა ვაშინგტონის გარანტიები სომხეთისთვის და ამიტომაც ეს მშვიდობა არის ასეთი ეფექტური. რეალური ეხლა რაც ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ვაშინგტონი ამის სხვანაირ დონეზე გარანტორი გახდა და ალიევსაც ძალიან კარგად ესმის ხარისხი და ამიტომაც სრულად რიტორიკად შეცვალა მიდგომაც და ასე შემდეგ. გადაუხვია იმ ეგრეთ წოდებულ მაინც და მაინც დასავლეთ აზერბაიჯანის კონცეფტს მეტწილად და ბევრ ამას გადაუხვია. რადგანაც თურქული სახელმწიფოები თავად ხედავენ ამას შესაძლებლობას, თუმცა აქ გაჩნდა ერთი კითხვა და რატო არ გამოდის ეს ყველაფერი საქართველოს გავლით? იმიტომ რომ აქამდე მაგას უზრუნველყოფდა საქართველო. რეალურად, ანუ middle corridor-ის თუნდაც თურქული სახელმწიფოების კონტაქტს გადიოდა საქართველოზე. აქ არ არის საკითხი ლოგისტიკური, ეს სწორად უნდა გავიგოთ. ანუ პრობლემა, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს თეორიაში უნდა საერთოდ ამ ტერიტორიის დაკავება, რასაც თვითონ კორიდორს ეძახდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არის ვაშინგტონის პოზიცია, რომ ეს არ უნდა დაუშვან, ანუ სომხეთის სუვერენიტეტი არ უნდა დაირღვეს და ამ ლოგიკის ფარგლებში საქართველოს საკმარის შეიძლება ყოფილიყო. სწორედ აქ ჩდება ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც გვახსოვს. აი წეგა ვამბობდი, რომ სომხეთის მიმართ ნახევარ ბლოკადა არის თქო და აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის მიმართაც გვაქვს ნახევარ ბლოკადა. გახსოვს კალიბერაზის, მინვალაზის სხვა სტატიები, როდესაც ღიად საუბრობენ ქართული ოსმის პოლიტიკას და კრიტიკაზე და მე რო ხელს უშლიდნენ აქ დივერსიფიკაციას. მოკლედ, აქ აღმოჩნდა, რომ რუსეთის გავლენები იმდენად დიდია საქართველოზე, რომ თუ არა სხვა ალტერნატივა სომხეთის სახით, იმიტომ რომ ირანიც ხო პრორუსული ქვეყანა, ანუ რუსეთთან მოკავშირეა, ჩინეთთან მოკავშირეა. საბამისად, ჩვენც რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთანაც მოკავშირე გავხდით. ნუ ქართულ ოცნებას გულისხმობ. მოდი ჩინეთი გამოვაკლოთ რა, გამოვაკლოთ. როგორ გამოვაკლოთ? ეხლა კომუნისტური პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ოცნებას და პლუს ამას რა თქმა ეხლა იყო აქ ინტერნეტის ცენზორი ჩამოსული. ანუ ჩვენ უფრო ჩინურ მოდელს ვუახლოვდებით, სადაც პრობლემა არ არის ოკუპაციის და ასე შემდეგ. რეალურად ეხლა პირდაპირ უნდა თქვა, ამ ყოლაფრის უკან ეხლა იქ ცალკე გეოპოლიტიკური თემაა, მაგრამ ჩინეთი დგას. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა უფრო მეტად გაბუქებულია, ვიდრე რეალურად თავად ოცნების მიერ. არა, პოლიტიკურზე ვსაუბრობ, ანუ ჩინეთის ინტერესები სრულიად გასაგებია აქ, ანუ ჩინეთის პროქსი აქ ირანიც და რუსეთიც არის საკუთარი გავლენით და ჩინეთს უნდა ცენტრალური აზიის კონტროლი. საბამისად, ვაშინგტონის პროექტი არის, რომ ცენტრალური აზია გაიყვანონ ჩინეთის და რუსეთის კონტროლისგან. აქ არის ტრიპის პროექტი. ტრამპი რომ შეხვდა ნოემბერში ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის პრეზიდენტს თეთრსახში. დოკუმენტში წერია ტრიპი და საქართველოს არ არის ნახსენები, ეს არის უბრალოდ ფაქტი. EU Global Gateway პროგრამა, რომელიც არის ევროკავშირის გასასვლელი ცენტრალურ აზიაზე, ასევე საქართველოს არ მოიცავს და მოიცავს ტრიპს. საბამისად, ჩვენ უნდა კითხვა დავსვათ, ეს ხომ არ არის მართლაც რაღაც ტექნიკური საკითხი ან ქართველების მიმართ საკითხი. პირიქით, აქამდე პრიორიტეტში იყო საქართველოს ყოველთვის. ეს არის ზუსტად რუსული გავლენების ფონზე, რომ ქმნიან ალტერნატივას და თვითონ ალიევს და ერდოღანსაც ესმით ახლა, რომ თუ არა ტრიპი, მაშინ თურქული მთელი ეს პროექტი აღმოჩნდება რუსული მონოპოლიის ქვეშ და სწორედ აქ ჩნდება, რომ ქოჩარიანი, რომელიც არის პუტინთან ერთად კგბ-ს დამშორ, გამოდის ამბობს, რომ კაცო, აგერ საქართველოსთან ყველაფერი დალაგებულია, აფხაზეთით რკინიგზვარს გავხსნით, რუსეთთან დალაგებულია, ირანთან დალაგებულია, დარჩა მარტო სომხეთი, რომ აი ამ ნაკადს შეუერთდეს, ანუ თან პირდაპირ ამბობენ რუსეთის, ჩინეთის და ირანის, ანუ აქ ჩინეთსაც ამბობენ ამ ტრიპის პროექტში ჩართვაზე. შესაბამისად, აქ იკვეთება ერთი ცალკე პროექტი რუსეთის, ჩინეთის, ირანის, რომელშიც მოიაზრება უკვე მიღებული სტატუსით ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ამ მმართველობის და შესაბამისად ეს არის კონცეფტი, ასე რომ სომხეთში ტრიპის პროექტი გეოპოლიტიკურ საკითხს და ამიტომ პრიორიტეტი ვაშინგტონის ძალიან დიდია, იმიტომ რომ ვაშინგტონს სურს არ დაუშვას ცენტრალური აზიის, არა იმდენად რუსეთზე, რუსეთი ახლა სუსტად გამოიყურება და არის სუსტად. უფრო ჩინეთზე მიბმა. სწორედ ამიტომ აქ გამოდის, რომ სომხეთი გარანტიების სანაცვლოდ მიდის საკმაოდ სარისკო პროცესზე, იმიტომ რომ ეს ტრიპი მაინც თურქულ ინტეგრაციასაც ხელს შეუწყობს ბუნებრივად. და ამიტომ ჩნდება NVIDIA-ს და სხვა პროექტები, რომ სომხეთის გაძლიერება გარკვეულწილად აქ ამერიკის მოკავშირედ ქცევა არის სტრატეგიული ამოცანა. ხო და აი ამ კონტექსტში ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ საქართველოს როლი გეოპოლიტიკური
იკვეცება აი ამ სუვერენიტეტის ნაკლებობის ფონზე. და რეალურად მაშინ, როდესაც ჩვენ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ სუვერენიტეტი არის გაზრდილი, გეოპოლიტიკური ანალიზი გვაჩვენებს, რომ პირიქით ჩვენ სუვერენული მოთამაშე როგორც ასეთი პრაქტიკულად აღარ ვართ ამ რეგიონში, რაც აუცილებლად აისახება რიგითი ქართველის კეთილდღეობაზე ოდნავ მოგვიანებით და შესაბამისად ესეც უნდა გავიაზროთ. კი, ერთ რაღაცას დავამატებდი, უბრალოდ მე ხშირად მესმის, რომ ან სწრაფად ვერ განხორციელდება, ან გაიწელება დროში სიუნიკის რეგიონის გეოგრაფიის გამო მთაგორიანია რა და ზუსტად ამ ფაქტორს ვიყენებ ხოლმე მე არგუმენტად, რომ ეს არა მარტო ეკონომიკური ლოგისტიკური პროექტია, პირველ ყოვლისა პოლიტიკური პროექტი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანისთვის, რომ გქონდეთ ალტერნატიული გზა ხმელთაშუა ზღვის პორტებზე გასასვლელად, იმიტომ რომ ჩვენ რომელიც წლებია ვამაყობთ რომ ტრანზიტი და დერეფანი და ასე შემდეგ, ჩვენ როგორც გამტარი ქვეყანა აღმოჩნდით ძალიან არასაიმედო. რა ზუსტად რაც შენახსენე, ერთდროულად ჩვენ როგორც ლოგისტიკური ჰაბი აღმოჩნდით არასანდო ქვეყანა სომხეთსა და აზერბაიჯანისათვის რა, ეს როგორ ამას მოხერხება უნდა მოკლედ. და იქ ბოდიში ერთ დეტალს დავამატებ, არის მეორე ქსელი კიდევ უკვე არსებული რკინიგზის ჩრდილოეთით, რომელიც არის გიუმრი-კარსი, ერევნის გავლით, იჯევანი, ღაზახი. ეხლა მის აღდგენაზე აგერ გიორგი უეჭველი დაამატებს ამაზე, მაგრამ ეს შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, ასე რომ მაინც და მაინც ტრიპით არ არის შემოფარგლული ყველაფერი მხოლოდ. კი. ხო, ეს კარგი არგუმენტია, იმიტომ ეხლა კი ახსენეთ თქვენ ეს მთიანია, მაგრამ თუ საზღვრები გაიხსნა და ნორმალიზება მოხდა თურქეთთან და აზერბაიჯანთან და თუ შვეიცარიაში და ჩინეთში გაიჭრა მთებში გზები, რავი, რატომაც არ ტექნიკურად შესაძლებელია. ხო, იქ ძველი რკინიგზების აღდგენა შეიძლება, მაგრამ ერთი ის დამატებაც მინდა გეოპოლიტიკური კონტექსტის მიღმა და შუა აზიის მიღმა და ცენტრალური აზიის მიღმა და ყველაფრის მიღმა აზერბაიჯანისთვის თავად ამ ქვეყნის ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, იმიტომ რომ პირველად უკავშირდება თავის ექსკლავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და აი ეს უზარმაზარი რაღაცა ნახიჩევანთან მათი დაკავშირება მით უმეტეს მთელი ეს ალიევები იქიდან არიან და სხვა სენტიმენტები აქვთ ასე ვთქვათ ნახიჩევანის მიმართ. მეორე ის არის რომ განსაკუთრებით ამ ირანული დრონების თავდასხმის შემდეგ კიდე უფრო გამოჩნდა რომ ნახიჩევანი არის ვთქვათ რაღაც მიყრუებული რაღაც წერტილი აზერბაიჯანის იქიდან გამომდინარე რომ გეოგრაფიულად მოწყვეტილია და არა მხოლოდ აქედან გამომდინარე, ამიტომ აზერბაიჯანისთვის ეს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეც თქვენ ისაუბრეთ და პრინციპში თითქმის ყველაფერში გეთანხმებით, გარდა ჩინეთის ფაქტორისა, რომელსაც მე ესე ნეგატიურად არ მოიხსენიებდი ამ კონტექსტში, პირიქით ჩინეთი გარკვეულწილად პრინციპში სომხეთის და აზერბაიჯანის ცდილობს ჩინეთთან ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა და კარგი ურთიერთობა. ორივე ლიდერი იყო გამარჯვების აღლუმზე ჩასული პეკინში, რომელიც იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური. მაგას აღნიშნავ, ზურა რომ მათ გამოსდით და ჩვენ არ გამოგდის. არა, ეგ გავიგე რა თქმა უნდა, ხო და იმის თქვა მინდა რომ არ ვიცი ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ამას როგორ უყურებს, მაგრამ ჩინეთი გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება იქცეს ბენეფიციარადაც ამ სატრანსპორტო კორიდორის განვითარების, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია მუდმივი არ იქნება და ჩინეთი როგორც ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში მუდმივად ისარგებლებს, ამიტომ ჩინეთი კი ერთის მხრივ ესე ვთქვათ გეოპოლიტიკურად რუსეთს არასდროს არ უპირისპირდება, ცდილობს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკურად ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ყველა სატრანსპორტო კორიდორიდან თუ რეგიონიდან. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ჩინეთსაც აწყობს. ერთადერთი, ვინც ჩემი აზრით უარყოფითი სიგნალები თავიდანვე მოვისმინეთ და ვინც საშიშია და რეალურად საშიშია ეს ირანი აქ ჩემი აზრით, იმიტომ რომ გახსოვთ, როდესაც ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს მარკო რუბიომ და არადატ მირზოიანმა, მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ირანის ეხლა კი ხშირად ხედავთ ამ ომისას, მაგრამ მაშინ დავინახეთ ასე, რომ ირანის ხელისუფლება მონოლითური არ არის, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა საკმაოდ ნორმალური და პოზიტიური განცხადებები გააკეთეს, მაგრამ მაშინ ცოცხალი იყო ალი ხამენეის მრჩევლებმა, მისი გარემოცის წევრებმა გააკეთეს ძალიან ნეგატიური განცხადებები და მუქარები იყო მაშინ ამ ტრიპის პროექტთან დაკავშირებით და მოკლედ თუ ვინმეს შეუძლია ამ პროექტს ხელი შეუშალოს და დესტაბილიზაცია შექმნას არის ირანი. აქ მინდა დავამატო აუცილებლად, რომ ჩინეთის გეგმა იყო რეალურად მე-9 პუნქტით 2020 წლის 9 ნოემბრის
იქ კონტროლი. ეს მარშრუტი ყველა შემთხვევაში გაიხსნებოდა. მაგრამ თუ ამ მარშრუტს აკონტროლებს რუსეთის FSB, აკონტროლებს ჩინეთი პრაქტიკულად, იმიტომ რომ მოკავშირეები არიან. თუ ამ მარშრუტში რაიმე ფორმით ირანი არის ჩართული ასევე, რასაც სომხეთის პრორუსული ოპოზიცია სთავაზობს, ასევე იურიდიული მოკავშირეები არიან ჩინეთი და რუსეთი და ჩინეთი და ირანი. შესაბამისად, ჩინეთის ინტერესი ნამდვილად არ იყო, რომ მისი მთავარი მეტოქე შეერთებული შტატების კონტროლი ყოფილიყო და ნამდვილად სასარგებლო იყო, რომ იქ ყოფილიყო რუსეთის FSB. რუსეთისთვისაც, ახლა შეიძლება რუსეთმაც ისარგებლოს რაღაც მომენტში ამ გზით, მაგრამ რუსეთისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ გზაზე კონტროლი FSB-ს რო ქონოდა და პრაქტიკულად რუსეთის ტერიტორია გახდებოდა ამ დე ფაქტო, ვიდრე ეხლა რომ ეს იყოს სომხურ-ამერიკული აი ამ კორპორაციის ფარგლებში და მოკლედ აქ ხო გეოპოლიტიკური პროცესი, ამიტომ ცხადია ეხლა ჩინეთს შეიძლება ღიად არ გამოვიდეს ამ პროექტის წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან ისურვებდა და აქ ამავე კონტექსტში უბრალოდ დავუკვირდეთ, რომ იქ იგეგმებოდა ესე იგი მე-9 პუნქტით რუსეთის მიერ კონტროლი დერეფანზე და საქართველოში ასევე რუსული კონტროლი არის ქართული ოცნების მეშვეობით, ასე რომ თუ რუსეთი გააკონტროლებდა საქართველოში და სომხეთში აი ამ გზებს, ავტომატურად გამოდის, რომ ჩინეთიც აქ იქნებოდა რუსეთის მეშვეობით და ირანიც, ანუ აქ ჩაკეტავდნენ მთელ ამ პროცესებს და ჩინეთი გახდებოდა ამის ბენეფიციარი, ანუ ჩინეთს ექნებოდა სრული კონტროლი რუსეთის მეშვეობით შუა დერეფანზე. დღესდღეობით, ჩემი აზრით, ჩინეთს აღარ გააჩნია სრული კონტროლი, გააჩნია მხოლოდ ქართული ნაწილის კონტროლი, ქართული ოცნების მეშვეობით და სომხეთი იკვეთება როგორც ალტერნატივა, რომელიც შეიძლება პოტენციურად მისთვის პრობლემურიც გახდეს, იმიტომ რომ პანთურქიზმის განვითარება ცენტრალურ აზიაში კიდე მას თავისი შედეგები აქვს რუსეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც. იქაც არის თურქული მოსახლეობა, ასე რომ ცოტა უფრო კომპლექსური საკითხია ჩემი აზრით. კი ბატონო. თან შორს წაგვიყვანს, მაგრამ გავიზიარებ პანთურქიზმის პანთურქიზმი თუ ვისაუბრებთ შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ იქ რუსეთის ინტერესები ნელა სუსტდება და ჩინეთსაც ძლიერდება და ამ შემდგომ, მაგრამ ამას ჯერ არ ტრიპს დაუბრუნდეთ, მოდი რაოდენიმე ფაქტორს დავასახელებ, ვფიქრობ ძალზე მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური პროექტია, გასაგებია, მაგრამ ჩემის აზრით სომხეთის ხელისუფლებისათვის ეს ერთგვარი მოკლე პერიოდში უსაფრთხოების არქიტექტურაც ამას ემყარება. ანუ ეკონომიკური პროექტის სახით და მეზობლებისთვის და რეგიონისათვის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს ხდება სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა. სხვა ესე ვთქვათ გარანტია ან მიბმა რომელიმე ერთ ქვეყანასთან არ გააჩნია დღეს სომხეთს და ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი სომხეთისათვის. ასევე მინდა შევეხო რამდენად მოქმედეს ტრიპი საქართველოზე, მოდით რეალისტები ვიყოთ, აქ გიორგიმაც აღნიშნა, საქართველო არის ერთ-ერთი კარიბჭე, ისეთი ქმედითი სომხეთისათვის. შესაბამისად, ტრიპის არარსებობის პირობებში გარკვეულ უხერხულობას საქართველო გძნობს, ხო, ამ ტრანზიტების გულისათვის, იგივე 2020-ის პერიოდში, იგივე 2023-ის პერიოდში, როდესაც პრეტენზიით იყო როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი საქართველოს მიმართ სამხედრო ტრანზიტებთან დაკავშირებით. ანუ ეს გარკვეულად ზაბოს ტრიპის გახსნით სომხეთიც თავისუფლდება ამ პრობლემისაგან და საქართველოს ერთგვარად წნეხისგან თავისუფლდება. მეორე მომენტი, ამ პერიოდამდე, როდესაც საქართველოს გააჩნია ერთგვარად მონოპოლიზაციას ვერც დავარქვით ყოველ შემთხვევაში ერთპიროვნული აქსესი ამ ტრანზიტული გზებისადმი, როდესაც ეს მორჩება, ამით უფრო მიმზიდველი გახდება რეგიონი მთლიანობაში საერთაშორისო დონორების მხრიდან, ინვესტიციების მხრიდან, ტვირთის მხრიდან შესაბამისად, ეს საქართველოს ინტერესებში არის ისეთი ჯანსაღი კონკურენციის ქონა ორ ქვეყანას შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, როდესაც საქართველოს მხოლოდ ერთი არის, რომელსაც შეუძლია დღეს ტვირთვის გატარება, საკმაოდ ინერტული არის ამ პროექტების განხორციელებაში. იგივე მაგალითად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რომ ავიღეთ, დღესაც ვერ მოქმედებს სრული დატვირთვით. რატომ? იმიტომ რომ გარკვეული ძალები ამას ხელს უშლის. თუ ვახსენებთ გიორგის მიერ მოშველებულ ფრაზას, რომ რუსეთი ცდილობს ყველა გზის კონტროლის დაწესებას, ამის ნათელი მაგალითი იყო მაგალითად რუსეთის მცდელობა ჩაჯდეს აი ამ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის პროექტში, როდესაც ხელი მოაწერა ისე რომ საქართველოს საერთოდ არც იცოდა ეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან
რომ გამხდარიყო ამ პროექტის მონაწილე და მისი ტვირთები წასულიყო ამ რკინიგზით. ანუ მე რაც ვამტკიცებ, რომ რაც მეტი გზა იქნება ჩვენს რეგიონზე გამავალი, ეს სასარგებლო იქნება ორივე გზისთვის, მეტი უფრო ინვესტიცია იქნება და მეტი ტვირთი იქნება. დღესდღეობით მონოპოლიზირებულ ვითარებაში საქართველოს ვეზრუყოფს ამ ტრანზიტის სრულფასოვან თავისუფალ გატარებას. კი ბატონო, გადაცემის ფარგლებში ერთ ფაქტორზე არ გვისაუბრია და მინდა შევეხოთ ეკლესიასთან, გარეგინ მეორესთან ფაშინიანის ურთიერთობას. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და პირველ რიგში მინდა რომ ჩვენს მაყურებელს სრულად შეიქმნას წარმოდგენა თუ რა ხდება ამ ხრივ და რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი არჩევნებს. როგორც პრინციპში მოგიყევით, გარეგინ მეორე, რომელსაც სომხეთში მათ შორის მეც კატრიჩნერსიანად მოვიხსენებ, ამიტომ აწია ასე მოვიხსენიებ ხოლმე. ესე იგი გამოვიდა 2020 წელს და განაცხადა რომ უნდა გადადგეს ფაშინიანი. და პრინციპში ამას რელიგიური სახე მისცა და არ გააუქმა მათ შორის 2021 წლის არჩევნების შემდეგ, რიგ გარეშე უკვე ომის შემდეგ, როდესაც ხალხმა გადაწყვიტა რომ ნიკოლ ფაშინიანის ბრალეულობა აი ამ შედეგში არ არის იმდენად დიდი, შესაბამისად კიდევ ერთხელ აირჩია. გარდა ამისა ჩვენ ხედავთ სისტემურად ეკლესიის მონაწილეობას პოლიტიკაში. ეკლესია ჩაერთო ძალიან ღიად. კატრიჩნერსიანმა ერთ-ერთი ეპისკოპოსი ბაგრატ გალესტანიანი ტაბუშის რეგიონის პირდაპირ ჩართო წმინდა ბრძოლაში, ბჭყალებში, რომელიც მეშვეობითაც უნდა ხელისუფლების გადაყენება მომხდარიყო საზღვრის დემარკაცია და ელიმიტაციის დაწყების გამო, რაც არის ძალიან ნორმალური და ბუნებრივი რამ სახელმწიფოთა შორის და მინდა გითხრათ, რომ სომხეთს არასდროს არ ქონია პრეტენზია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იურიდიულად. სომხეთის დღევანდელი და ყოველთვის აი ქოჩარიანის მიერ ხელმოწერილი და სერჟ სარქისიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები ცხადყოფს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია ყარაბაღი არ იყო ნაგულისხმები ამაში. და შესაბამისად აზერბაიჯანთან საზღვარი იყო ალმა-ათას დეკლარაციის ფარგლებში განსაზღვრული. მეორეა რომ de facto მდგომარეობა იყო სხვა, რომ იურიდიულ დოკუმენტებში ეგ იყო. შესაბამისად სომხეთის რესპუბლიკისთვის ლოგიკურია რომ აზერბაიჯანთან დემარკაცია მომხდარიყო, იმიტომ რომ ეგ დოკუმენტები სახელმწიფოს მიღებული აქვს საკუთარი საზღვრის შესახებ და ზუსტად იქ გადის. ალმა-ათას დეკლარაციის ფარგლებში, ანუ პოსტსაბჭოთა, რასაც საქართველოს და სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს გააჩნია და ასე შემდეგ. ხო, ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში არქიტექტურა საზღვრების. შესაბამისად, ის რომ ამ საზღვრების წინამდე გამოვიდა გალსტანიანი პირდაპირ ეკლესია ჩართო, მას სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, თუმცა არა გაუქმებული და კატრიჩნერსიანმა პირდაპირ თქვა რომ ხარს ვუჭერ. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებდა. თურმე შემდეგ, ამაში ცხადია დაშნაკცუცუნი იყო ჩართული, საერთოდ სომეხერში კგბ-ს ყავს deep state-ი. ეს არის ეკლესია და დაშნაკცუცუნი. რა განგებით? კგბ-მა აიღო ორივე უწყება კონტროლის ქვეშ თავის დროზე და თუ ფაშინიანმა თავიდან არა, მაგიტო ვაკრიტიკებდი რომ სუსის ხელმძღვანელის მოადგილე რომ სუსის ხელმძღვანელად დანიშნე და გონია რომ რაღაცა შეიცვალა, რომელიც რეალურად ნასწავლი არის კგბ-ში. ცხადი არაფერი არ შეცვლა, ასე რომ ფაშინიანიც აღმოჩნდა ამ კგბ-ს მართლობის სისტემაში. ეხლა უკვე მაგალითად პირველად სომხეთს ყავს სომხური სუსის ხელმძღვანელი, რომელიც დაბადებულია პრაქტიკულად დამოუკიდებელ სომხეთში და რომელიც ნასწავლი არ არის რუსეთში, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს რეალურად. ხო და აქედან გამომდინარე სახელმწიფო მეტწილად გათავისუფლდა კგბ-ს გავლენებისგან, მაგრამ კგბ-ს გავლენა დარჩა ამ ორ deep state-ში, ეკლესიაში, კატრიჩნერსიანის მეშვეობით და მისი ძმის, რომლის შესახებაც პირველად სომხეთის ისტორიაში რამდენიმე თვის წინ სომხეთის სუსმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იეზრას ნერსისიანი რუსეთში სომხური ეკლესიის ხელმძღვანელი და გარეგინ მეორის კატრიჩნერსიანის ძმა არის კგბ-ს აგენტი. ეს არის ლუსტრაციის პროცესის დაწყება, პირველი დოკუმენტი. რუსული კგბ-ს. საბჭოთა. ხო, ანუ საბჭოთა კავშირის დროს იყო კგბ-ს აგენტი, ესე ამის შესახებ არის დოკუმენტი. თუმცა მერე უკვე პოლიტიკური ეს ცხადია, ტექნიკური იყო. პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა იმაზე, რომ გარეგინ მეორეც რანუ არის კგბ-ს აგენტი
და მთელი სისტემა პრაქტიკულად. და გარდა ამისა საუბარია იმაზე, რომ მარტო მაშინ კი არ იყვნენ, ეხლაც არიან. უბრალოდ ამ ყველაფერს მიეცა რბილი პოლიტიკური ტონი, იმიტომ რომ რუსეთთან კონფრონტაციის დღის წესრიგი არ არის. შესაბამისად, ეკლესია ღიად დაშნაკთუცუნა ერთთან და დაშნაკთუცუნი კიდევ ამ ხრივ ძალიან მასშტაბურია. ერთი მხრივ რობერტ ქოჩარიანი დაშნაკთუცუნთან ერთად მონაწილეობს არჩევნებში, იმიტომ რომ საკუთარი პარტია არ გააჩნია ქოჩარიანს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე მომენტია, რომ დაშნაკთუცუნი დიასპორის სახელით საუბრობს, თუმცა ამის ლეგიტიმურობა რეალური არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ შერწყმას ვხედავთ ამ ძალების ნაციონალისტურ დღის წესრიგზე. მე შემიძლია ვთქვა, ეს არაერთხელ მithქვამს სომხურ საზოგადოებასთანაც კომუნიკაციაში, ინტერვიუებში და ასე შემდეგ. იგეგმებოდა რეალურად მოსკოვში დაიწერა სცენარი, ეს მინდა ბრძოლაც იყო მაგისთვის, რომ კატრიჩ ნერსიანი უნდა გამხდარიყო სომხური ხამენეი. რუსეთში გათვალეს, რომ ყველაზე, სტატისტიკა შეხედეს და იქ რელიგიის სტატისტიკას, ეკლესიის როგორც ინსტიტუტის მხარდაჭერის სტატისტიკას და პრაქტიკულად ჩათვალეს, რომ ყველაზე ეფექტური მეთოდი სომხეთის კონტროლის იქნება არა ქოჩარიანი ან რაც მაფიოზურ კლანური სისტემები, არამედ სწორედ ეკლესია. და აქ გამოჩნდა ერთადერთი ისევ სომეხიერის ასე ვთქვათ სიბრძნეც და გარკვეულწილად სწორი პოლიტიკური აღქმაც მომენტის და რუსების შეცდომაც რომ ამაზე სონი დადეს. რუსეთის შეცდომა იმაში არის რომ თუ რელიგიურად და ეს რელიგია ძირითადად სომხეთში უფრო კულტურულ ფენომენად არის აღქმული. ასე იგი ხალხი სრულად პრაქტიკულად თავს მიიჩნევს ამ ინსტიტუტის დაწილად. კატრიჩ ნერსიანის მხარდაჭერის პროცენტი რამდენიმე პროცენტს არ აღიმატება. იმიტომ რომ 27 ოქტომბერი წეგან რო ვთქვი, ტერაქტი რომ მოხდა, მაგ დღეს გახდა კათოლიკოს პატრიარქი. და რეალურად ითვლება, რომ მაგ დღეს რუსეთმა აიღო კონტროლის ქვეშ როგორც პოლიტიკური ძალაუფლება, ასევე ეკლესიაზე ძალაუფლება, იმიტომ რომ საერთოდ კითხვები არის მსჯელობის საგანია ახლა წინა პატრიარქს რა მოუვიდა, როგორ იქ არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ასევე გარე ჩარევა მომხდარიყო. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ ახლა ვითარებას, როცა ერთი მხრივ ეკლესია აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში და ამის შედეგად იგეგმებოდა სომხურმა სუსმა ეს გამოავლინა, იგეგმებოდა ტერორისტული აქტი სომხეთში, რომელიც გულისხმობდა, ესე იგი, ეკლესიის და დაშნაკთუცუნის ერთობლივ მოქმედებებს, რომლის მიზანი იყო ქალაქში ქაოსის შექმნა ამავდროულად პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის ერთდროული მკვლელობა, ამაზე არის ჩანაწერები, ამის გამო არის დაჭერილი ეს სასულიერო პირები. მეორე სასულიერო პირი, წერან რო თქვი გიუმრიდან, სადაც რუსული ბაზაა, გამოვიდა და თქვა, რომ სამხედრო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ. მესამე სასულიერო პირი, ეპარქიის ხელმძღვანელი გამოვიდა და ითხოვდა, რომ აუცილებლად მიტინგებში მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციის, რაც აკრძალულია სომხეთში კანონით, ანუ ასეთი ზეწოლა. შესაბამისად, ეკლესია სრულად არის ამაში ჩართული და ახლა წინასაარჩევნო პროგრამაში ნიკოლ ფაშინიანის პარტიის დევს, რომ კატრიჩ ნერსიანისგან ეკლესია უნდა გათავისუფლდეს და უნდა ახალი პატრიარქის არჩევა მოხდეს. და ზუსტად აი ამ კონტექსტში არის დაშნაკთუცუნი აღქმული, იმიტომ რომ ეგ შერწყმა არის რეალურად. ასე რომ ეკლესიის მიმართულებით მდგომარეობა ასეთია, თუმცა აქ სომხეთში მთავარი ნიუანსი ახლა რაც არის, რომ კატრიჩ ნერსიანი არ არის ეკლესია. ანუ ეს არის კონცეფტი ახალი, რაც თვითონ ცდილობენ ასე წარმოადგინონ, რომ გეგონება ადამიანი არის ეკლესია, არ არის ეს შესაბამისად ფაშინიანიც ამბობს, რომ მე ეკლესიის წინამდე კი არ მოქმედებ. მე მოქმედებ ეკლესიაში უცხო ქვეყნების, უცხო ქვეყნის, უცხო ძალების გავლენებს და ამის შეცვლას ცდილობ. კი ბატონო. ხო, პრინციპში ვერაფერს დავამატებ საკუთრებულს. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ განსხვავებით საქართველოსი სომხეთში არ იყო ეკლესია ეგეთი პოპულარული და ასე ვთქვათ, არ ვიცი რამდენად სწორი იყო ფაშინიანის მიერ ამ კამპანიის დაწყება, თუმცა ამის რაციონალიზაციას იმ მიზეზების გარდა რაც ჩვენ ჩამოთვალე, იმაში ვხედავ, რომ არაპოპულარული ოპონენტი შეერჩია, რომელიც მას ისედაც ეზიზღებოდა და ეს მისთვის უნდა გამხდარიყო მისი მხარდაჭერის მაკონსოლიდირებელი, იმიტომ არაპოპულარულია, დაკავშირებული იყო ეს ეკლესია წინა რეჟიმთან, კორუფციასთან, სკანდალები იყო კიდევ უამრავი იქ და იქ სკანდალებში აღგულისხმობ ამ სახელმწიფო გადატრიალების საქმეებს და ჩვეულებრივი კრიმინალური სკანდალები, სხვადასხვა დაკონკრეტდები ახლა ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა. აქედან გამომდინარე, დისკრედიტირებული ინსტიტუცია, მან ამოარჩია მტრად
რომელიც მის მედია დღის წესრიგს და პოლიტიკურ დღის წესრიგს პოზიტივს მოუტანდა. თუმცა ავა დაწუნებული, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მინიმუმ ამ პერიოდში, იმიტომ რომ მეორე მხრივ იქით ამ ხარესაც მოხდა კონსოლიდაცია ეკლესიის ირგვლივ, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისაც დიდად არ უყვარდა ეს ეკლესია საერთოდ. უბრალოდ ესე ამ ეკლესიის ნაწილად ეკლესიის ადმინისტრაცია არ უყვარდა, მოდი ეგრე ვიტყვი, ხო? იმიტომ რომ ხელისუფლება ესე უხეშად დაუპირისპირდა. თუმცა ეხლა ჩემთვის როგორც შორიდან დამკვირვებლისთვის ცოტა რთულია ხაზი გავავლო, სად არის რეალური კრიმინალური საქმეები და სად არის ეს ზოგადი პოლიტიკური კამპანია, ხო? ამიტომ მეტ დეტალებში ვერ შევალ. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, აი გიორგის იდეას გავაგრძელებ, შეეზღუდა ბერკეტი გარკვეული გავლენების მოხდენის საზოგადოებაზე, ისევე რუსეთის დახმარებით, როგორც აქ აღნიშნეთ, მრავალი აგენტი არის ამ ეკლესიაში, რომელსაც შეეძლო განწყობებზე მოქმედება, თუნდაც ახლა თანხმედრაში რომ ავიღოთ, რუსები წევენ საკითხს, მაგალითად, ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხური მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე მომხდარ რესტავრაციებზე და ამას წარადგენენ როგორც სომხური მემკვიდრეობის გრევის და ესე ვთქვათ, მოშლის პოლიტიკას, აქ რო ეკლესია აქტიური ყოფილიყო, ალბათ დღეს უფრო მეტი გამოხმაურება ექნებოდა მთავრობის საწინააღმდეგოს, რათან თვითონ მაგალითად ზახაროვა ითხოვდა ჟურნალისტს ეუბნებოდა ეს საკითხი უნდა მოკითხოთ ფაშინიანს და არა მე უნდა მომკითხოთ. ანუ ერთგვარი გადამისამართება იყო, რომ ერევანი ვერანაირ რეაგირებას ვერ ახდენს მასზე, რომ მისი აზრით სომხური მემკვიდრეობა ყარაბაღის ტერიტორიაზე ხელყოფილი არის აზერბაიჯანის მხრიდან, ხო? ეკლესიის შემთხვევაში აქ უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნებოდა საზოგადოებაში ჩემი აზრით. ხო, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ მასობრივი აქციები არ მოყოლია ამ პროტესტს. განსხვავებით 2020 და 21 წლებისა. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონებო, რავი, მეც პირადად ბევრი საინტერესო რამე გავიგე და მედია მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩვენთვის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. წარმატებები სომხეთის რესპუბლიკასთან, წარმატებები ნიკოლ ფაშინიანს. დიდი მადლობა.